დიქტატურა გარკვეულწილად აადვილებს ცხოვრებას, იმიტომ რომ არ გაქვს შენ არანაირი პასუხისმგებლობა. შენ არ უნდა აიღო რაღაც პასუხისმგებლობა, შენ არ უნდა გააკეთო არჩევანი. ისეთ ადამიანებს შეეხო ეს ტერორი სტალინის დროს, რომლებიც ალბათ სიკვდილის დასჯის წინ ისხდნენ თავიანთ ციხეში, საკანში და ფიქრობდნენ, რომ რა დავაშავე. რა გავაკეთე? მე ხო აზრათაც არ გამივლია რაიმე სტალინის ან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და რატომ ვისჯები? ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი. ორი დიდი ჯაჭვით გვაბავს რუსეთი. ეს არის მართლმადიდებლობა და სტალინი, ხო? ხო კარგად იყავით. ხო ყველანი ერთად ვიყავით ზმურად და თქვენი კაცი იყო ჩვენი უფროსი და ჩვენის კაცი მიყვარს. და აი ამ უპრიმიტიულ დონეზე არიან ადამიანები, რომლებიც აი ამას იზიარებენ. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ დიქტატორების აღსასრულზე. ფაქტობრივად ყველა დიქტატორი მძიმე დამთავრებს ხოლმე თავის ცხოვრებას. აი ეს შეუზღუდავი ძალაუფლება დასაკვირველი ადამიანს აძლევს რწმენას იმისა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ამ თემისკენ გვიბიძგა ერთი მხრივ ირანში ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ოპერაციისას უმაღლესი სამხედრო ლიდერის ლიკვიდაციამ და მეორე მხრივ 5 მარტის მოახლოებამ. სწორედ ამ დღეს 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, სისხლიანი დიქტატორი და არაერთი ქართველისთვის ჯერად საამაყო თანამემამულე. ერთი დღით ადრე მასთან ტრადიციულად იყვნენ რამდენიმე პოლიტბიუროს წევრი, იქეიფეს. ოღონდ არ იყო სასმელები, მას უყვარდა ხოლმე ძალიან მაჭრის სმა და აი ამბობენ ხოლმე, რომ იქაც იყო იმ დღესაც მაგალითად მაჭარი, რომელსაც ის უწოდებდა წვენს, რადგანაც მას საკმარისი ალკოჰოლი არ ჰქონდა. და სადღაც 4 საათამდე გაგრძელდა და აი ამის შემდეგ იწყება აი ეს მისი ჯერ არ გამოჩენა და ვერავინ ვერ ბედავს რომ შევიდნენ. ბერია თურმე ამბობდა რომ დააცადეთ ძინავს ადამიანს და დასვენება უნდაო და თქვენო პანიკას წევთო. შევხვდით ჩუქი. გამარჯობა ლაშა. სალამი. როგორ ხართ? არა უშავს, მადლობა. დროთა შესაბამისად. ხო, საინტერესო დროა. როგორც ისტორიკოს რა უფრო საინტერესოა დიქტატორების ბოლო დღეები თუ ის გზა, რომელსაც ადამიანი დიქტატორად შედგომისას გადის წლების განმავლობაში. თავისთავად ცხადია, რომ როგორც დიქტატორებად შედგომის გზა უფრო საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა ხოლმე რასაკვირველია დასასრულის. ფაქტობრივად ყველა დიქტატორი მძიმე დამთავრებს ხოლმე თავის ცხოვრებას. აი სტალინი მაგალითად ასე ვთქვათ სახლში, დაჩაზე, როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე, კუნცევოზე გარდაიცვალა, კუნცევოს დაჩაზე, უახლოეს ესე იგი დასასვენებელ ადგილას მისთვის, სადაც ის ატარებდა მთელ გვიან პერიოდს თავისი ცხოვრებისა, ძირითადად. ხო და მოგახსენებათ იპოვეს დაგდებული სტალინი იატაკზე და როგორც ამბობენ ერთი ხელი გაშველი ქონდა, მე ამბობენ რომ მეორე ხელი ჯერ იყო მარჯვენა ხელი, მე მარცხენა ხელი. იმდენად ეშინოდათ სტალინის, რომ ექიმები ძალიან გვიან გამოიძახეს. და აი ესე ძალიან როგორც თვითონ მისი ქალიშვილი სვეტლანა ამბობს, ის კვდებოდა მძიმედ და საშინლად. დაინჯვით ფაქტობრივად დახმარების მიღების გარეშე. დახმარება იყო, მაგრამ დაგვიანებული, ალბათ ეს არ უშველი და, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის აი ყველა ბოლო დღეების რეკონსტრუქცია დღეს შეგვიძლია, იმიტომ რომ უამრავი ჩანაწერი არსებობს სხვადასხვა ადამიანისა, ვინც იღებდა აი ამ ბოლო დღეებში რაღაცნაირად იყო ჩართული ამ საქმეში დაწყებული დამლაგებლიდან დამთავრებული პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობით არის მათი სხვადასხვა მოგონებები და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე არსებობს ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ სტალინი მოკლეს, ან ყოველ შემთხვევაში დაეხმარნენ, რომ მალე გარდაცვლილიყო. ამისი ისტორიულად დასაბუთებული არანაირი ცნობა არ არსებობს. მაგრამ ცხადია, რომ ალბათ უკვე ხელმძღვანელობის დიდ ნაწილს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სტალინი მალე მომკვდარიყო. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ფიგურა არის ჩვენი
ქართველი, ლავრენტი ბერია, მაგრამ სხვებსაც ჰქონდათ ასეთი სურვილები, რადგანაც ჩანს, რომ სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეეცვალა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, უფრო ახალგაზრდები მოეყვანა და ეს ყოველთვის ნიშნავდა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, მხცოვანები, ცუდად დაამთავრებდნენ სიცოცხლეს. ეს მოკვლის ვერსია, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, საინტერესო რითი იკვებება მითით, რომ ამ სტალინის კულტით, რომ ის იყო დიდებული, შესანიშნავი და სხვები ერჩოდნენ მას, თუ ამ მთელი ამ პირსისხლიანი ისტორიით, რომ იმდენად შემაწუხებელი იყო და ეს საფრთხე, რაც მისთანა უახლოეს გარემოცვასაც კი ჰქონდა, მათთვის იყო თვითგადარჩენის გზა. საფრთხე არსებობდა, ეხლა ყველა მიცოდა, როგორც ეხლა აი მთელი ისტორია ამ სტალინური დიქტატურისა არის ისტორია ასევე უმაღლესი თანამდებობების პირების მკვლელობის ან განადგურების სხვადასხვა გზებით და ხშირად მეგობრების და თანამებრძოლების ხელით. ხო, ეხლა უკვე მე შეიძლება ითქვას, აი ვიღა იყო მეგობარი, ხო? და რასაკვირველია, მათ მუდმივად შიში ჰქონდათ სტალინისტა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის კიდევ უფრო ეჭვიანი გახდა, შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო გაუძლიერდა კიდეც, შეიძლება ხა სტალინისტებს ეწინოთ, მაგრამ არ აუშავს პარანოია. საშიშროება ძალიან დიდი იყო, ხა მაგალითად ბერიასათვის ცხადი იყო, რომ რაღაცა მის თავს არ იყო კარგად, იმიტომ რომ დაიწყეს ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი ბოლო საქმე ექიმების საქმესთან ერთად არის მეგრელთა საქმე. და აქ საქართველოში დაიწყეს იმ მეგრელი თანამდებობის პირების და სხვადასხვა არა მხოლოდ მეგრელების, მაგრამ ძირითადად მეგრელების დაჭერები, ვინც იყვნენ ბერიას მიერ დასმული ამა თუ იმ თანამდებობაზე. და ეს რასაკვირველია, ბოლოს ბერიამდე უნდა მისულიყო და ეს ბერიამ ეს სისტემა კარგად იცოდა, თვითონ ამ სისტემის ნაწილი იყო. მაგრამ არც ხვები იყვნენ ძალიან დარწმუნებულები თავში, ესეთი ცვლილებები აი ომის შემდეგ ძალიან სერიოზული ხდებოდა საბჭოთა კავშირში და ამიტომაც სურველი მისი სიკვდილის იქნებოდა ბევრი. და ადამიანი, რომელსაც შეეძლო მართლაც რაღაცა გაეკეთებინა ამ თვალსაზრისით, სწორედ რომ ლავრენტი ბერია იყო და არსებობს სხვადასხვა ლეგენდები იმას დაკავშირებით, რაღაცა გარკვეული ტიპის წამლებს აძლევდნენ. მათ შორის ბერიას მიერ იყო ერთ-ერთი წამალი, რომელიც სისხლის გათხელებისათვის იყო და ამან გამოიწვია საბოლოო ჯამში სისხლის გაჟონვა. ხო, ეს იყო რითიც, რაც მეგოდი სამედიცინო ენაზე გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. აი ეს პარანოია არის ალბათ საინტერესო, იმიტომ რომ იგივე სტალინის შემთხვევაში ისტორიკოსები აღწერენ, რომ აი ამ აგარაკზე სადაც გარდაიცვალა, თუ ადრე ატარებდა 2 თვეს, ბოლო წლებში ატარებდა 4 თვეს. ანუ დიდხანს რჩებოდა, იმიტომ რომ სუსტად იყო ამ ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა, მაგრამ ხო, პატარაც აღარ იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ქონდა ეს გეგმა, რომ სრულიად ახალი სისტემა შეეცვალა, ახალი ხალხი შემოიყვანა, ანუ არ ახედავდა, მე მგონი, თავის დასასრულს, ხო? ერთი მხრივ აი ეს ადამიანი იყო, გადაგვავრწეს, მოთამაშე ადამიანი იყო და სულ უნდოდა რომ რაღაცა, აი მაგალითად არსებობს ლეგენდა, ეხლა ესეც ლეგენდა, არავინ არ არის, ვინც ამას დაადასტურებს, რომ თავი მის იუბილეზე 59 წელში, როდესაც უკვე ის აი ბელადი კი არ იყო, რაღაცა იყო, ღმერთი იყო, მართლა პირდაპირ, ასეც უწოდებდნენ ხოლმე. ამბობენ, რომ ესე გადახედა ამ დარბაზს დიდ თეატრში მოსკოვში, სადაც მის საპატივცემულო საღამო მოეწყო და იყო რასაკვირველია დიდება მისი, გადახედა ამ დარბაზს და თქვა ესეთი აი ნაწყენი ხმით, რომ აღარავინ აღარ დარჩა. ანუ მოსაკლავიც კი აღარავინ აღარ იყო, ყველანაირ მონები იყვნენ და აღარანაირი ასე ვთქვათ, უინტერესო იყო, მუღამი აღარ ქონდა ცხოვრებაზე, სულ ეძებდა რაღაცას კიდევ ასეც და ეს ბოლო ორი საქმე, რომელიც ვთქვით და ეს არ იყო მხოლოდ ორი საქმე, ეს ანტი კოსმოპოლიტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელშიც ძირითადად ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული და მეორე ეს მეგრული საქმე იყო კიდევ აი ამ გაგრძელება მისთვის საინტერესო, ასე ვთქვათ, ცხოვრებისა.
ხო? ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, აი რა ნაწილია პარანოიის მოწყენილობის, აი რისგან შედგება უკვე ძლევამოსილი ბელადის დიქტატორის, არ ვიცი, ტირანის ბოლო წლები. ხო, როცა მთავარ მიზანს მიაღწია, როცა იუბილეზე უკვე ღმერთია, ხო? აი უფრო მეტად ეს ეშინია, გაღმერთება იწყება ჯერ კიდევ 29 წელს, როდესაც მისი 50 წლის თავი გადაიხადეს, 50 წლის იუბილე და იქიდან იწყება ეს უკვე აი აი აქედან ხო ეს 20 წელი კიდე იცხოვრა რაღაცაში და ბოლო წლები ალბათ განსაკუთრებით და მით უმეტეს ომის შემდეგ, როდესაც ის უკვე არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, ან მსოფლიოში უკვე აღიარებული ბელადი და ლიდერი იყო, არამხოლოდ საბჭოთა კავშირის, ამათ შეიძლება ითქვას მსოფლიოსიც და მისი ძალაუფლება იყო სრულიად შეუზღუდავი, ხო? რთულია ძალიან თქვა, სად იწყება. დატკბებოდა ძალაუფლები, თუ იმეტი შიში ქონდა. არ ამგონია რომ შიშები ქონდა. ეს ტკბობა ძალაუფლებით ეგეთ დიდი მასშტაბის ძალაუფლებაში რაში გამოიხატება? რადგან ჩვენ ეს ძალაუფლებები არ გვაქვს, ჩვენ ხო არ ვიცით რა რთულია ჩვენთვის, მაგრამ მათ ტყავში შესვლა. აი ეს შეუზღუდავი ძალაუფლება დასაკვირველი ადამიანს აძლევს რწმენას იმისა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ალბათ აი ამ ბოლო დღეებშიაც, აი 1 მარტს იწყება, როდესაც მას იპოვიან ღამით, 1 მარტიდან 2 მარტამდე ღამით იპოვეს დაგდებულს, ეს გაოცებაც, რომ სიკვდილი მოვიდა. ესეც კი იქნებოდა ალბათ მისთვის ძალიან შოკის მომგვრელი. რადგანაც აი ერთი დღით ადრე, უბრალოდ წინა ღამით, მასთან ტრადიციულად იყვნენ რამდენიმე პოლიტბიუროს წევრი და იქეიფეს. ოღონდ არ იყო სასმელები, მას უყვარდა ხოლმე ძალიან მაჭრის სმა და აი ამბობენ ხოლმე, რომ იქაც იყო იმ დღესაც მაგალითად მაჭარი, რომელსაც ის უწოდებდა წვენს, რადგანაც მას საკმარისი ალკოჰოლი არ ჰქონდა. ხო და აი ეს გრძელდებოდა ხოლმე ძალიან გვიანობამდე და სადღაც 4 საათამდე გაგრძელდა და აი ამის შემდეგ იწყება აი ეს მისი ჯერ არ გამოჩენა და ვერავინ ვერ ბედავს რომ შევიდნენ. ერთი საინტერესო მომენტია კიდე რაც გაურკვეველი აი ყველაზე უახლოესი ადამიანები, ვისაც 10 წლეულობის განმავლობაში ენდობოდა პოსკრებიშჩების დივანი თანაშემწე, რომელიც აი უზუსტესად აწარმოებს წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში ვინ შედის, როდის გამოდის, წამებითა და წუთებით არის ჩაწერილი ყველაფერი ხო მასთან და ეს იყო კაცი, რომელიც ხელშიც გადიოდა ყველა დოკუმენტი, რომელიც სტალინამდე მიდიოდა. უნიშნულოვანესი ადამიანი სტალინისათვის ის მოიშორო 52 წელს, ისე როგორც დაცვის უფროსი ვლასიკი. აი მაგალითად ბევრი ამბობს, რომ ეს ორი ადამიანი რომ იმ დროს ყოფილიყო სტალინის გვერდში, ესე არ მოხდებოდა, მაგრამ აი ეს ახალი ხალხი, რომელიც მას გარშემო ყავდა, ისინი ისე შეშინებულები იყვნენ, რომ როგორც ვთქვით, ვერც კი გაბედეს ჯერ შესვლა მასთან ოთახში და მერე ვერც ისე იგი არ იცოდა რა გაეკეთებინათ, დაურეკეს ამ პარტიის ხელისუფლად, პირველ რიგში მალენკოვსა და ბერიას, ისინი მოვიდნენ, ნახეს, იმათაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ბერია თურმე ამბობდა, რომ დააცადეთ ძინავს ადამიანს და დასვენება უნდაო და თქვენო პანიკას წევთო. არ ვიცით, მიხვდა თუ არა, ძალიან გამჭრეხი კაცი იყო ბერია, მიხვდა თუ არა რა მდგომარეობაშიც იყო სტალინი, შეიძლება ის ფიქრობდა, რომ ჯობდა ეს საქმე დამთავრებულიყო. ესეც არის და ეთქვა რომ და მე რომ მას ანუ სტალინის შანსი არ ქონოდა რომ გადარჩენილიყო. და თვითონ არ ვიცი, მართლა ძნელია ხა ჩვენი ტყავიდან მაგის გამოცნობა, მაგრამ ნეტა ხდებოდა, ანუ ხო ფიქრობდა ალბათ, რომ 60 წელს იყო გადაცილებული გვარიანად, ხო, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება და აღარ ყოფილიყო. ხო, სიგარეტი იძულებითაც შეაწყვეტინეს მოწევა და ასე შემდეგ. რასაც ჭამდა არ იყო დიდად ჭამთელი ქონიანი საჭმელი იყო ხშირად და ალბათ ამ ასეთ რაღაცებს ის არ აქცევდა. ანუ რაღაც დროს დაიჯერა, რომ შეიძლება სულ ყოფილიყო? იცი რა არის, არ დაიჯერა ალბათ, რა ქვია, არ იყო ეგეთი კაცი ალბათ, რომ დაეჯერებინო სულ იქნებოდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა ალბათ, რომ მაინც ესე მალე მოვიდოდა სიკვდილი მასთან. სხვათა შორის არსებობს ძალიან საინტერესო ამბები, რომ აი ლენინი რო გარდაიცვალა, ლენინის გარდაცვალა ისეთი შოკის მომგვრელი შტაბ-შლება მოახდინა პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რომ აი ლენინიც კი თურმე მოკვდავია.
და ამაზე მაშინ იყო ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ, როგორ გაეგრძელებინათ სიცოცხლე. ხა ჩვენ ამას დღესაც ვხედავთ, თუმცა ლაპარაკობენ სი ძინპინი და პუტინი, რომ რამდენი წელი უნდათ რომ თურმე იცოცხლონ, ხო? და ამაზე სერიოზულად მუშაობენ, იმიტომ რომ აი ამ ბელადებს ესეც ახასიათებთ, რომ მათ უნდათ მარადისობა რასაკვირველია და მარადისობა შეიძლება ისტორიულადაც შევხედოთ ახლა, ხო? მაგრამ არა, მარადისობა კი არა, გრძელი სიცოცხლე მაინც თუ არა უკტავება. და ძალიან სერიოზული ექსპერიმენტები მიდიოდა საბჭოთა კავშირში, სწორედ ამ მიმართულებით, რომ როგორ გაეხანგრძლივებინათ სიცოცხლე. ამაზე საკმაოდ ბევრი იმ დროისათვის ფული იხარჯებოდა. ისე როგორც აი მაგალითად ძალიან საინტერესოა, რომ სტალინი იყო ამ ნებათაღების მონაწილე, თუ უფრო უყვია. სტალინის ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელი იყო და ისიც ამაში იღებდა, მოძე ესე კონკრეტულად ძალიან რთულია თქვა, მაგრამ ამაზე მუშაობდნენ. და სტალინის გარეშე ასეთი წარმოუდგენელია, იმიტომ რომ უკვე ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში სტალინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და მე საფეხურეობრივად ხდება ერთადერთი ბელადი. და ეს მარტო აქ ხო არ არის, სხვა ქვეყნებშიც მსგავსი ამბები, იქაც სადაც დიქტატურა არ იყო. აი ეს სიცოცხლის გახანგრძლივება ხო საერთოდ ადამიანის რაც არსებობს, მას შემდეგ ამაზე ოცნებობენ და ფიქრობენ უკრავებაზე და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს რამდენად მზად იყო სტალინი იმისათვის, სიკვდილისათვის და რამდენად ელოდებოდა ძალიან რთული სათქმელია. ალბათ აი მართლა ვფიქრობ, რომ ახაც ასეთი კითხვა მოვიდა, რომ არ ფიქრობდა იმაზე, რომ ასე მალე მოვიდოდა მასთან სიკვდილი. და ალბათ მიუხედავად ყველაფრისა. ხო, ალბათ საინტერესოა, იმიტომ რომ მარც სტალინით დაწყებულა დიქტატურის და ტირანიის ამბები და ალბათ არც არასოდეს ეს დამთავრდება, ხო, სანამ ადამიანი თავისი მთელი ამ ცუდი თვისებებით იარსებებს. მაგრამ აი ბოლო 100 წელიწადში მაგალითად როგორ შეიცვალა დიქტატურის ბუნება და თუნდაც ეს სისუსტეები, იმიტომ რომ ხა რასაც უყურებთ აი პუტინი და სი ძინპინი რო ახსენეთ, ბევრი ბოტოქსია, ბევრი მჭრიაობა, ხო, რაღაცა ტექნოლოგიები დაგვემატა. ანუ ალბათ ადამიანის ბუნება რთულად იცვლება 100 წლეულში კი არა 1000 წლეულებშიც, მაგრამ ეს გარე ფაქტორები და დროის ცვლილება მაინც რაღაც დამატებით შტრიხებს აძლევთ, ხო? აი, არ ვიცი, ერთია ისევ სტალინისნაირი დიქტატორი თუ შეიძლება თუნდაც ჰიტლერისნაირი წარმოშვას კიდე კაცობრიობამ და მეორეა მოქმედ დიქტატორებს, ვისაც უყურებთ, რა განასხვავებთ 100 წლის წინანდელი დიქტატორებისგან. ეხლა ბოტოქსის გარდა რაც თვალსაჩინოა. ტექნიკური საშუალებების საბოლოო ჯამში ბევრი განსხვავებები ალბათ არ არის, მაგრამ რასაკვირველია, ეხლა ისეთი შეუზღუდავი ძალაუფლება, როგორც ქონდა მაგალითად სტალინს დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის სურვილი პუტინს მაგალითად ქონდეს ან თუნდაც რომელიმე სხვა დღევანდელს, ეხლა ცხადია, რომ ასეთი არ არის. ეხლა მაგალითად, როდესაც ირანზე საუბრობთ, რასაკვირველია, ეხლა ხამენეის ვერაფრით ვერ შეადარებ ასეთი ტიპის დიქტატორებს, ხო? ხამენეი არის, კი, შეიძლება მასაც ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ ალბათ თავს არ აღიქვამდა როგორც ერთადერთი ბელადი, ეხლა ირანის სისტემა ეგრე არ არის მოწყობილი. უფრო შეიძლება მართლა პუტინი ავიღოთ, რომელიცათვისაც ძალიან ახლო არის სტალინი და სულ ამაზე საუბრობს, საბჭოთა კავშირის დანგრევა არის ყველაზე დიდი ტრაგედია და მოხდა და რასაკვირველია ხდება სტალინის რეაბილიტაცია. ბევრ რაღაცაში ძალიან გავს. აი ისტორიაში რომ უნდა მუდმივად ჩარევა და მისი ინტერპრეტაცია მისცეს, ანუ ეს უნდა იყოს პუტინის ნარატივი, რაც შეეხება ისტორიას. ან მაგალითად, ახლა ძალიან საინტერესო მომენტია, წელს იყო ასევე საიუბილეო თარიღი დეკაბრისტების გამოსვლის და როგორ იცვლება რუსეთში დამოუკიდებულება დეკაბრისტებთან. აი მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს უყოველთვის ასწავლიდნენ, რომ დეკაბრისტები იყვნენ რაღაცა პროგრესული ძალა და ახლა უკვე აღარ არის ამაზე საუბარი, დეკაბრისტები არ არიან პროგრესული და რატომ? რატომ არ არიან? იმიტომ რომ მათ ნახეს ამ დეკაბრისტებმა რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო, ევროპა ნახეს, უკან დაბრუნდნენ რუსეთში და მათ მოინდომეს რაღაც რეფორმები ჩაეტარებინათ. სხვათა შორის სტალინისათვისაც მსგავსი შიშები არის ძალიან ახლო, იმიტომ რომ აი მეორე მსოფლიო ომის დროს რომელსაც საბჭოთა კავშირში იმ ნაწილს მეორე მსოფლიო ომის დიდ სამამულო ომს უწოდებდნენ, ასევე ევროპაში გავიდნენ ადამიანები და ნახეს საოცრება
რომ აი გერმანიაში შევიდნენ ბევრს აქვს ამასთან დაკავშირებით დაწერილი, შოკში იყვნენ, როგორ კარგად ცხოვრობს თურმე ადამიანი. ეს უკრაინაშიც ხო იყო. ეს ეხლა უკრაინა და იმას შევადარებთ, რა ქვია, მაინც ხო. განსხვავება ალბათ ბევრად დიდია. აი საერთოდ ევროპაში რომ მოხდა, თუნდაც იგივე დაკავებულ პოლონეთში, სხვა ტერიტორიებზე, ჩეხეთში, შოკის მომგვრელი იყო, რა კარგად ცხოვრობენ თურმე ადამიანები. ის რომ რა ქვია, მარადიორობა იყო და რომ ქურდობდნენ და ასე შემდეგ ეს დიდი საბჭოთა გენერალებიდან დაწყებული ჯარისკაცებამდე ყველა ესეც ხომ ის არის აი ეს პროდუქტები არისო და გარდა ამისა მიუხედავად იმისა რომ ხა ნაცისტურ გერმანიაში შევიდნენ მაინც რაღაცა მათაც გადმოვიდა ეს რაღაცა შეხვდნენ ამერიკელებს შეხვდნენ ფრანგებს შეხვდნენ ბრიტანელებს რომ თურმე არსებობს რაღაცა თავისუფალი სამყაროც რა და აი ეს მაგალითად ანტიკოსმოპოლიტური კომპანია რომელიც საბჭოთა კავშირში იყო სწორედ ამის წინააღმდეგი იყო 46 წელს უკვე ომის ერთი წლის შემდეგ იწყება დიდი კამპანია ასევე თქვათ გაზეთების ჟურნალების ზვეზდასა და მეორე ჟურნალს ერქვა აღარ მახსოვს ახლა არა პრავდაში ყოველთვის პრავდა იწერებოდა ანუ სიმართლე როდესაც აი მაგალითად ანა ახმატოვა ზოშჩენკო გამოაცხადეს რომ რეპს ეს ხალხი საერთოდ ხო ეს იმიტომ რომ ამან რაღაცა მოგვარად გარკვეული თავისუფლების გრძნობაც რომ ახლა შეიძლება ცოტათი მაინც აი ეს დიქტატურა რომელიც სტალინის დროს იყო ცოტათი მაინც რაღაცნაირად შემცირდეს და აღარ იყოს ესეთი ზეწოლა და ბევრმა რაღაცა იფიქრა რომ რაღაც დრო იცვლება. ეს იყო სტალინისათვის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ სტალინმა იცოდა რომ კი რა ქვია რომ ესე იგი თუ შიში არ არის, აი ეს შიშის ამბავი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაგალითად ვფიქრობ რომ ძალიან ხშირად კითხულობენ ხოლმე რომ აი ხო პარტიის ლიდერებს შეეხო ეს ტერორი. ისეთ ადამიანებს შეეხო ეს ტერორი სტალინის დროს, რომლებიც ალბათ სიკვდილის დასჯის წინ ისხდნენ თავიანთ ციხეში, საკანში და ფიქრობდნენ, რომ აი რა დავაშავე, რა გავაკეთე. მე ხო აზრათაც არ გამივლია რაიმე სტალინის ან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და რატომ ვისჯები. და მეორე მხრივ ადამიანები რომელიც ლოგიკიდან გამომდინარე უნდა მოეკლათ, მაგრამ ისინი გადარჩნენ. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის ერთი ძალიან სერიოზული განსხვავება თუნდაც ნაცისტურ გერმანიასთან, როდესაც ადამიანებს უფრო დიდი შიშია, როდესაც არ ესმით ლოგიკა აი ამ სადამსჯელო სისტემის რეპრესიის მექანიზმის ლოგიკა არის, იმიტომ რომ ისეთ ადამიანს ანადგურებენ, რომელიც იცვლებოდა ერთ-ერთ პარტიის არამხოლოდ ბელადად, არამედ აი უერთგულეს წევრად ამ დროს ვიღაცა მეორე ასაკურველი არა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ შეიძლება სულად ცოცხალი გადარჩეს და გააგრძელოს ცხოვრება. და აი ეს უფრო დიდ ტოტალურ შიშს იწვევს, ვიდრე ვთქვათ თუნდაც საშინელი, პირსისხლიანი ნაცისტური რეჟიმი, სადაც რასაკვირველია ებრაელი ბოშა სრულიად უუფლებოა და მას კლავენ მხოლოდ იმისათვის, რომ ეს აი ამ ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელია, მაგრამ აი მაგალითად გერმანელს, რომელიც არამც თუ წინააღმდეგი იყო, არამედ თქვა არა, აი ემსახურებოდა მით უმეტეს არავინ არ დაიჭრა დასაწყისში რაღაც შიდა პოლიტიკური იყო და რემის ჯგუფი SA გაანადგურეს გერმანიაში, მაგრამ აი ჩაოლებრივ გერმანელს, რომელიც ხმას არ იღებდა, ხა მას არაფერი არ ელოდა. და აქ ყველას და აი ეს უფრო დიდ შიშს იწვევსა და ნერგავს საზოგადოებაში და ეს შიში დღემდეა მე ვიტყოდი ხო რამდენი წლის წინ დამთავრდა ეს ყველაფერი 53-ში მოკვდა ადამიანი მე გრძელდებოდა ეს საბჭოთა კავშირი მიუხედავად იმისა რომ მithomda დესტაბილიზაცია მოხდა არა შერბილდა კიდეც იმიტომ რომ როგორც სტალინმა აღნიშნა თავის დროზე თუ ეს მართალია ესე მოსაკლავიც აღარავინ აღარ იყო ესე იგი ყველა მთელი სისტემა ესე მუშაობდა რომ აღარ ჭირდებოდა ესეთი დიდი ტერორი და ნუ მე ამ ხრუშჩოვის სიტყვის შემდეგ და მე არ დაგვავიწყდეს ეხლა ასევე
მრგვალი წლის თავი არის საქართველოში 56 წელში რომ მოხდა ეს მარტში სწორედ გამოსვლები, სადაც აი ეს ახალგაზრდობა ის არა მხოლოდ ახალგაზრდობა, რასაკვირის ადამიანები, რომელიც აი სტალინის პერიოდში გაიზარდნენ, ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენოს სტალინს, ვიღაცამ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგას დიდი სტალინის დიდობა. აი ამ ადამიანებს ეს ადამიანები გამოვიდა მაშინ ქუჩაში და იგივე საბჭოთა ხელისუფლებამ მათ ესროლა და სხვათა შორის ახლა მაშინაც სრულიად შემთხვევით დაემთხვა, რომ იყო ერთ-ერთი ჩინელი მაშინ ბელადი აქ ჯუდე და სადაც ორთაჭალაში აცხოვრობდნენ და იქ წავიდა ერთ-ერთი დემონსტრაციების ნაწილი და იქ ყიროდნენ ჯუდე ამ ჯუდემ ჩათვალა რომ რა ქვია მას ესალმებიან როგორც დიდი ჩინეთის დიდ წარმოადგენელს გამოვიდა ხელი დაუქნა და შევიდა ვერ წარმოედგინა რის გამო იყო ხალხი გამოსმას არავინ არაფერი არ უთხრა ხო და ხა ჩვენ ხშირად გვინდა ხომ რომ ეს რაღაცა ეროვნულ ამბად გამოვიყვანოთ, მაგრამ ეს იყო ამ სტალინიზმით და ამ ტვინის პერმანენტული გარეცხვით თვალდაბნელებული ადამიანების გამოსვლა მაშინ და ამაში არაფერი პატრიოტული და დიდად ეროვნული განმათავისუფლებელი მითხრა. ეროვნული იყო ის, რომ ჭორები ვრცელდებოდა, რომ ხრუშჩოვმა დამალეს, მოგახსენებათ ეს ხრუშჩოვის სიტყვა. მე-20 ყილობაზე რომლითაც პიროვნების კულტის რომლითაც დახურული სლომა იყო ეს არასოდეს არ დაბეჭდილა საბჭოთა კავშირში სულ ბოლომდე პერესტროიკის პერიოდამდე ოფიციალურად და მერე სვათიშვილ უცხოეთში დაიბეჭდა როგორც ფიქრობენ პოლონელი კომუნისტების გავლით დასავლეთში და აქ ჩვენთან მაშინ ამდენიმე დღის შემდეგ 1-2 კვირის შემდეგ რასაკვირველია არ ნარიცოდა და ბევრი ჭორები არსებობდა მათ შორის ჭორები იმასთან დაკავშირებით რომ სტალინის ეს სიუხეშე თუ რაღაცა ქართველობას მიაბა ხრუშჩოვმა. ხა ვიცით ეს სიტყვა და ვიცით რომ არანაირი ხაზგასმა მისი ქართველობისა აქ არ ყოფილა, მაგრამ აი ამის გარდა ვერაფერს ვერ დავინახავთ ამაში რაიმენაირად პატრიოტულს სამწუხაროდ 56 წელს ამოისუნთქეს აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები იფიქრეს რომ ეხლა დაიწყო ცოტათი უკეთესი პერიოდი ამას მოყვა პოლონეთში გამოსვლები ამას მოყვა მე დიდი სერიოზული გამოსვლა უნგრეთში 56 წელს და ეს იყო სწორედ აი ამ სოციალიზმის წინააღმდეგ ამ არაადამიანური სახით სოციალიზმის წინააღმდეგ გამოსვლები იმიტომ რომ უნგრეთში მაგალითად იმრენადი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი იყო ვინც ხელმძღვანელობდა ფაქტობრივად ამ გამოსვლებს ან რომელმაც დაიჭირა გამოსვლებთა მხარე და ამის მაგალითად აქ საქართველოში არის პროსტალინისტური გამოსვლები. და ეს ალბათ საინტერესოა თვითონ სტალინმა, რომელიც ამ ნაციონალისტური პოლიტიკის შექმნით იყო დაკავებული და გამოძერწვით, რომელ ქვეყანას რა როლი და ადგილი და შინაარსი უნდა ქონოდა ამ დიდ საბჭოთა კავშირში. თვითონ რამდენად მოამზადა ქართველების ბუნება და ნიადაგი ისე, რომ მე მისი კერპის თუ მისი კულტის მიმდევრები და თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ ეს ხალხი, ანუ რამდენად ჩადო ამ თავის წარმოსახვით იდეალში ქართველის აი სურათი რომ თუ ვინმე ქართველია მისით უნდა იამაყო და თუ ყველაზე დიდი ადამიანია ქართველი რა თქმა უნდა მისით უნდა იამაყო იმიტომ რომ მე სულ მაგ აი წინაზე ბექა კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი და მასაც ვკითხე რომ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად სტალინი ქართველად ხო გარდა იმისა რომ გვარი აქვს მისი იდენტობა არ ვიცი რამდენად იყო მაინც ქართველის იმიტომ რომ ეს ქართველები ამ ცდუნებას რომ ეამაყათ მისით ამ დრომდე არ თმობენ თავისთავად ცხადია იმიტომ რომ ეს არის მე ვიტყოდი აი პატარა ერისათვის დამახასიათებელი, რომელსაც არ ეძლევა საშუალება რომ გამოიჩინოს ის ასე ვთქვათ, როგორც გერონტიკიკოძე მოწოდა ეროვნული ენერგია და ეს ეროვნული ენერგიის განსახიერება იყო გარკვეულწილად სტალინი. რომ აი რა შეგვიძლია. მე მაგალითად ახლა, როდესაც ლაპარაკია ხომ ევროპასთან დაკავშირებით, ხშირად ვამბობ რომ ევროპის კავშირში საქართველოს შესვლა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ეროვნული ენერგიის გამოჩენის თვალსაზრისით. ეს ეროვნული ენერგიაც სასაკვირველია ძალიან ეზოთერიულად ჟღერს, მაგრამ აი ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს აქვს დაწერილი და აი აქ არის ტკივილი ქართული, რომ პატარა ქვეყნის მეფე იყო თუ ანუ საბერძნეთის ყოფილიყო
აკელესანი მაკედონიის გულისხმობს. ანუ სპარსეთისა მაშინ ნახავდა მსოფლიო რა მაგრები მარტო რა. აი ეს გვინდა სულ და ცდილობენ ამას, ასაკურე ხან სპარსეთში არიან ქართველები, ხან ოსმალეთის იმპერიაში არიან, მე რუსეთში აგერ საერთოდ რა ქვია სტალინამდე მიდის საქმე და აი ეს არის რაღაცა რომ გამოჩნდა რომ აი რა შეგვძლებია. თუნდაც ამ თვალსაზრისით აი ბოროტი თვალსაზრისით ბევრი ქართველისათვის ვინც სტალინს არ თვლიდა რომ კარგი კაცი იყო და თვლიდა რომ ბოროტი იყო, მისთვისაც სტალინი იყო რაღაცა გარკვეულწილად სიმპათიის მომგვრელი სწორედ ამ თვალსაზრისით. და ნუ პრაქტიკულიც აი რო კითხავენ რომელი საქართველოდან ეტყვი რომ აი არასასიამოვნო ხა მე მაგალითად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთში ვიყავი და როდესაც მხოლოდ იდენტიფიკაცია ხდება ხოლმე როგორც კი ამბობ რომ ქართველი ხარ სტალინი ხო გაქვია უსიამოვნო გრძნობა არის და აი სადღაც შევეცადეთ რომ კიდე საქართველოსთან რაღაცა სხვა ასოციაციები ყოფილიყო, ახლა კიდე ისევ ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ჩვენ ხო გავსწორდი და მაინც სხვა ისევ იქ ვარდებით სადღაც ამ ჯურუმულში ახლა ხო თუ არა ვართ უკვე ჩავარდნილები. მაგრამ გასაკვირველია ეს არის რაღაცა გარკვეული პატარა კომპლექსი, იმიტომ დაუბრუნდები იმას, რომ აი ეს ევროპის კავშირი ქართველს მისცემდა საშუალებას, რომ გამოიჩინოს ეს რა შეუძლია, იმიტომ რომ ეს სივრცე ჭირდება. ეხლა აქვია გამოვიყენებ ნაცისტების მიერ შემოღებულ სასიცოცხლო სივრცე, რომელსაც სრულიად სხვა კონოტაცია აქვს, მაგრამ აი სასიცოცხლო სივრცე ჭირდება და ეს იქნებოდა პირველად საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხმლის ქნევითა და მუშტის მოღერებით კი არ უნდა იყო, არამედ შენი ჭკუით შეგეძლო, განათლებითა და ასე შემდეგ რაღაცა დიდი მიღწევა. ამიტომაც ევროპის კავშირი ჩემთვის ამ თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი მოგცემდა საშუალებას ქართველებს, რომ გამოგვეჩინა ის, რაც ჩვენი სიპატარავის გამო აქ იმდენად ვერ ვიჩენთ. ამიტომაც არის ჩემი აზრით ევროპის კავშირი აუცილებლობა საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, სტალინისტებმაც უკარგად გაიგონ. აი ეს ევროპის კავშირი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქართველების ნიჭი უფრო ფართე ასპარეზზე გამოვიდეს. ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცეა, სადაც ხო, პოსტსაბჭოთა სივრცეში ვნახეთ, რა შეგვიძლია. მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ვიცი, მიეცა ქართველს ეგ თვით გამოხატვის საშუალება. არა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ იმაში ვიყავით, რა ქვია, ჩაგეტილი და სად უნდა გამოგვეჩინე ხა, ვიღაცა მაფიოზა ქართველი და ქურდი ქართველი თუ გამოიჩენდა სადმე თორე სხვა რა. ანუ მან ერთადერთი ისევ ამ სტალინით სიამაყე იყო ალბათ, ხო? სხვა რა გასახანი ქონდა ქართველის. ნუ აი სიამაყე ხა ვაქვია პოსტსაბჭოთა იქნება თუ არ იქნება, მაინც შეუძლია ვიღაცას ხო იამაყოს ამითი და თუ ჩათვალოს რომ აი სტალინი არის განსახიერება სწორედ აი ამ ქართული რაღაცა განსაკუთრებული ენერგიის თორე გასაგულებ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამას აღარ ქონდა ნიშნობა მით უმეტეს ეხლა 90-იან წლებში აღარ არის აი სწორედ მიმდინარეობს სტალინის კრიტიკა ეხლა უბრუნდება ისევ რუსეთი აი ამ სტალინის იდეალიზირებასა და საერთოდ კი ყირიმში შეჭრის მერე გაიზარდა მისი რეიტინგიო სოციოლოგიური კვლევები ამას აჩვენებდა მანამდე ძალიან მაღალი იყო და ახლა ისევ პირველ ადგილზე რუსეთში რო გამოკითხო ჩაატაროთ აბა დღესაც კი სტალინი არის აი სწორედ ამ რუსეთის და რაც შეეხება იმას რამდენად იყო თქვათ ხო ქართველი ეხლა ბევრს არ სიამოვნებს რომ ამბობ ხოლმე რომ მაინც განსაკუთრებული ურთიერთობა ქონდა საქართველოსთან. ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა ქონდა საქართველოსთან. აი, თუნდაც ავიღოთ ახლა რო ისე ხშირად ლაპარაკობ ხოლმე ისტორიის წიგნი, სასკოლო ისტორიის წიგნი, რომელიც ჯანაშიას და ბერძენიშვილს დაწერილია და რახანს ივანე ჯავახიშვილმა ამას ჩაუყარა საფუძველი ჯავახიშვილთაზე, როგორც გარდაცვლილი იყო ამ დროისათვის ივანე ჯავახიშვილი. აი ხა მაგალითისათვის რომ სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი დაპატიჟა თავისთან სოჩში და ამას ელაპარაკა თუ როგორ უყურებს ის საქართველოს ისტორიას. ეგეთი რამე გახსოვთ თქვენ რომელიმე სხვა რესპუბლიკასთან დაკავშირებით რომ აი თუნდაც ეხლა ძალიან ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინა რუსეთისათვისა და საბჭოთა კავშირისათვის. რომ ახლა უკრაინელი ისტორიკოსებს შეხვდა და იმათთან ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით, ხო? და შეიძლება იმიტომ რომ ეს იცოდა. არა, ახლა ქონდა რომ იცოდა. ცოდნის, ხო, რასაკვირველი ხა. დაწუნებული ვარ უკრაინის ისტორიაზეც ბევრს კითხულობ, საერთოდ ბევრს კითხულობდა და შეეძლო. ბელადი იყო.
და შეეძლო იმათვისაც ერთშია რაღაცა, მაგრამ არა, ეს არის სპეციალური ინტერესი. ისე როგორც მაგალითად მე, როდესაც ნიკო მარის თეორიას მარიზმის განადგურება ხდება და ისევ ქართველიანად მეცნიერები იღებენ ამაში მონაწილეობას, თქვათ და არის სპეციალური კავშირები ყოველთვის. არა მხოლოდ აი მაგალითად დედასთან არ ჩამოდიოდა, კი ბატონო. ისიც ცნობილია, რომ 21-ში ჩამოვიდა აქ საქართველოში, როდესაც მან სიტყვა თქვა და უსტვინეს, რომ აი ძალიან ნაწყენი იყო, რასაკვირველად ძალიან შეურაცხყოფილი იყო და ამის შემდგომ აღარასოდეს საქართველოში საზოგადოების წინაშე მას სიტყვა არ წარმოთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგაც ხშირად ჩამოსულა საქართველოში, ხომ? არასოდეს არ უთქვამს ფართო საზოგადოების წინაშე რაიმე სიტყვა ამის შემდეგ. ერთხელ შეიძლება რაღაცა ნაწყენობა, მაგრამ ეს ნაწყენობაც ხომ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიგვითითებს. ისე როგორც აი, როდესაც იწყება აი ეს პატრიოტული ფილმების გადაღება, იწყება სხვათა შორის ალექსანდრე ნეველით ეიზენშტეინისა და მე იგივე ეიზენშტეინის თლათ მის უსაყვარლეს ფიგურაზე ივანე მრისხანეზე ავალებს ფილმის გადაღებას. და ეს ფილმი ისეთი არ გამოვა, როგორც ამხანაგ სტალინს უნდა. აქ მაგალითად იღებენ გიორგი სააკაძეს. ასეთ ფილმებს სხვაგანაც იღებდნენ. ყაზახებსაც აქვთ გადაღებული, უკრაინელებსაც აქვთ, სომხებსაც აქვთ ასეთ ფილმები გადაღებული. მაგრამ როგორ მუშაობს კაცი სცენარზე, როგორ ირჩევს თვითონ რომელი ლიტერატურული ძეგლის მიხედვით, ეგლის თუ რომანის მიხედვით უნდა დაიწეროს სცენარი, რომელზე უნდა იმუშაონ, როგორ აინტერესებს სწორედ გიორგი სააკაძე. იმიტომ რომ ჩემის აზრით, აი რუსულ ისტორიაში ივანე მრისხანია მისთვის მთავარი ფიგურა, რომელთანაც მას აქვს რაღაც გარკვეული სწორება. და აი მაგალითად ომის შემდეგ მეორე სერიას რომ იღებს ეიზენშტეინი, ასე უბნება რომ აი ეს უცხოელების როლია ისევ და ისევ რა ვქო რომ არ ვარგა, არ უყვარდა თითქოს ივანე მრისხანეს უცხოელები და ეს კარგია და ეს უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. სინამდვილეში ვინც ჭირდებოდა მშვენივრად ჩამოყალიბდა ივანე მრისხანესაც და მათ თანამდებობებსაც აძლევდა ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს იზოლაციონიზმი, რომელიც დამახასიათებელია სტალინისათვის, კაცი რომელიც იგონებს აბსოლუტურად ანტიმარქსისტულ, ანტილენინურ თეორიას, რომ ცალკე აღებულ ქვეყანაში შეიძლება სოციალიზმის აშენება. ხო? გარკვეული ტიპის იზოლაციონიზმია და ამავე დროს პრაგმატული რეალიზმიც. დაინახა, რომ ეს მსოფლიო რევოლუცია არ ხდება. მარქსმა და ენგელსმა ზღაპრები იწინეს სამეფოს. და თუ ხდება იქ არ ხდება, სადაც ისინი ელოდნენ. რევოლუციებიც იქ არ ხდება. მე ლენინმა მოიგონა, რომ ყველაზე სუსტი რგოლი კაპიტალისტურ სისტემაში იყო რუსეთი, ამიტომ მოხდა იქ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იგივე დასავლელი კომუნისტებისათვის. და მე ამან საერთოდ რა ვქო, რომ ცალკე აღებულ ქვეყანაში შეიძლება სოციალიზმის აშენება. ხო? ეს არის გარკვეული ტიპის რუსული დამოკიდებულება ამ იზოლაციის თვალსაზრისით და ამაში ხედავს რა ივანე მრისხანე. მაგრამ ვინ არის საქართველოში მისთვის ყველაზე საყვარელი გმირი? ყველაზე საყვარელი გმირი არის იგივე გიორგი სააკაძე. რატომ გიორგი სააკაძე? იმიტომ რომ გიორგი სააკაძე უცხოეთში მიდის და იქიდან შეუძლია სამშობლოსათვის რაღაც გააკეთოს. აი აქაც კი ჩანს გარკვეული დამოკიდებულება საქართველოსადმი, რომ მას რაღაცა უნდა საქართველოსათვისაც იყოს განსაკუთრებული. არა იგივე, რაც თქვა სომხეთისათვის იქნება, აზერბაიჯანისათვის, ან საერთოდ სადღაც რა ვიცი, უზბეკებისათვის. არა, საქართველოს. ანუ მას აღელვებდა რა იქნებოდა საქართველოში. და აინტერესებდა ყოველთვის. და ლაშა, ეს ორი მთავარი რამე, ერთი ეს იზოლაციონიზმი და მეორე ტოტალური შიში, რომელიც არის მისი, არ ვიცი, იარაღიც, ფარიც და ყველაფერი, ხო, პროდუქტიც. ამ ქართველების ბუნებისთვის და მართვის სისტემებისთვის, ანუ აქედან აიღო თუ თვითონ მოიტანა და შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში და კულტურაში. რამდენად ორგანულია ეს, არ ვიცი. არ გვაქვს ჩვენ ასეთი რამე ეგეთი რეფერენსი ქონდა, ვინმესგან შეეძლო შთაგონებული ყოფილიყო, რომ აი სადღაცა იზოლაციონიზმმა გაამართლა, რომელიმე იზოლაციონიზმი არის უფრო რუსული, ხა მასში აი ეს არ ვიცი, ყველაფერს თუ ვაკონტროლებ და ყველას თუ ჩემი ეშინია, მაშინ ვუყვარ ვარ. ეს უფრო მე-20 საუკუნის ტოტალიტარიზმისათვის დამახასიათებელი ამბავია, ხო? აი ეხლა შეგვიძლია ხშირად
ასაკურებელი ფუსტყაოსანს ვიყენებთ ხოლმე ბევრი რაღაცა ასახსნელად. უფრო და უფრო ხშირად. ხო, უფრო და უფრო ხშირად შეიძლება და ყოველთვის საბოლოო ჯამში ну თქვათი მისეული გაგება შიში შეიქმს სიყვარულისა, რომ თუ გეშინია, ესე იგი იყვარს. რაც აბსურდული ინტერპრეტაცია, მაგრამ ხო, შეიძლება ასე ესმოდა, ჩვენ ხო არ ვიცით. არა, ქართულ ისტორიაში ასეთი ის არ აქვს და საქართველოში არასოდეს არ იყო იზოლაციონიზმი, ვერ იქნებოდა პატარა ქვეყანა იზოლირებული სხვებისაგან, რამდენიც სურვილიც არ უნდა ყოფილიყო თუნდაც. აი ხლა რომ ვიღაცები გამორბიან და ნეიტრალურ საქართველოს რო ლაპარაკობენ, ეხლა ეს ხო ოფიციალური ხაზია, სახელმწიფო ასე ვთქვათ, რომ ამის პროპაგანდა მიდიოდეს, რომ ამოვიღოთ საბოლოო ჯამში კონსტიტუციიდანაც ის პარაგრაფები, რომ გვინდა ევროპის კავშირში, გვინდა ნატო და ასე შემდეგ. და აი ახლა ჩდება რაღაცა გარკვეული ტიპის იზოლაციონიზმი. სასაცილოა ხომ შვეიცარია, ხო ნეიტრალურია ეს არგუმენტი, ხო? იმიტომ რომ რას უწოდებთ არგუმენტებს, ეს ხო ყოველთვის საინტერესოა. და მოკლედ არა გვაქვს ასეთი პერიოდი არასოდეს საქართველოსთან ვერ აიღებდა, მაგრამ რუსეთიდან შეიძლებოდა ეს აეღო. მიუხედავად იმისა, რომ ეხა პეტრე პირველიდან, პეტრე პირველი საშინელი დიქტატორი იყო. არ უნდა ჩავთავოთ, აი მენაირად ევროპაში გაჭრა საფანჯარად საკმელი რაღაცა ესეთი ეწერა ჩემი ისტორიის კი. გაჭრა ფანჯარა და ასე იყო მიღებული და პეტრუშკას ეძახოდა თვითონ ეს რა ვქო სტალინის სხვათა შორის ხშირად როგორც ამბობენ. ანუ დაცინვით ხო. რაღაცა მისთვის დიდად არ უყვარდა, მაგრამ აი არასოდეს აქვე პეტრეს სიდიადე, ასე ვთქვათ, რუსულ ისტორიაში სტალინის დროს კითხვის ნიშის ქვეშ არ დაუსვათ. საერთოდ სხვა ამბავია, რომ სადღაც აი მართლაც ალექსანდრე ნეველის გადაღებამდე 37 წლამდე ლენინური ხაზი მიდის, რომ ფაქტობრივად რუსი მეფე არ შეიძლებოდა კარგი ყოფილიყო. და მე უცბად ეხლა ჯერ ალექსანდრე ნეველი, ივანე მრისხანი, მე პეტრე და ასე შემდეგ გამოჩნდა, რომ იმიტომ რომ რუსული ნაციონალიზმი მას სჭირდება. საერთოდ მას სჭირდება ნაციონალიზმები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს თითქოს ხო ებრძვის საბჭოთა კავშირის ნაციონალიზმს, მაგრამ მას სჭირდებოდა პირველ რიგში ასაკვირველი რუსული ნაციონალიზმი, მაგრამ აი ესეთი ფილმების გადაღებაც მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ ყველაფრის კოპირება ხო მოსკოვიდან ხდებოდა, მოსკოვში რაღაცას გააკეთებენ, მე აქ მსგავსად იქცევიან. ეხლა როდესაც საერთოდ ომის შემდეგ დაიწყო ზღაპრების მოყოლა იმასთან დაკავშირებით ესეც გარკვეული ტიპის იზოლაციონიზმის გაგრძელება არის, რომ რუსებმა გამოიგონეს ყველაფერი, ორთქმავალი გამოიგონეს, ვიცი მე, საფრენი აპარატები ეს დირიჟაბლის გავსი საფრენი აპარატები გამოიგონეს, რადიო, ყველაფერი ეს ხო ომის შემდეგ ხდება, რომ აი ყველაფერი თვითკმარია რუსეთი და მას არ ჭირდება საიდანღაც რაღაცა განათლების შემოტანა. აქაც შეეცადნენ მსგავსი რაღაცა, იქიდან თითი დაუქნეს მოსკოვიდან, რას ლაპარაკობთ რა. ჩვენ არა, ჩვენ მარტო რუსები. ზედმეტობაც არ გვინდა, ხო? ნაბეტადი ბევრი გამოგონება არ არის საჭირო. არა, ეხლა ქართველის გამოგონება არ გაგვიგია. ხო, ახლა გასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი არის სუპერ ბელადი, ასე ვთქვათ, მას ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია და გასაკვირველი არის უზარმაზარი ყოველთვის ძალიან ძლიერი ბიუროკრატია, რომელიც აი ამ ბელადის კულტს ქმნის და გარკვეულწილად ბელადი მაცეც არის დამოკიდებული, გასაკვირველია, ხო? ანუ აი რაღაცა გარკვეული რგოლები ქვედა, ისინი თავიანთ თუნდაც იგივე რუსიფიკატურ პოლიტიკას აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ეხლა ჯერ კიდევ 20-იან წლებში იყო ეგეთი კორენაციის პერიოდი, როდესაც აი უნდა გაძლიერებულიყო ადგილობრივი ელიტები. და დღემდე მაგალითად რუსები გაუთავებელთ ამბობენ, რომ აი ეს უკრაინული ნაციონალიზმი ფაქტობრივად 20-იან წლებშია წარმოშობილი. ნაწილობრივ შეიძლება ვთქვათ, რომ სწორიც არის. აი ეს გარკვეული საზღვრის გავლება უკრაინასა და რუსს შორის, აი სწორედ საბჭოთა პერიოდის დასაწყისია, მერე ხდება
პირიქით უკვე 30-იან წლებში, როდესაც აი ამ უკრაინულ ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, ისე როგორც სხვაგანაც. ეს მუდმივად აი ვერასოდეს სასწორის პინაა, რომელიც მაგალითად ამიტომ ხო იყო ებრაული ანეკდოტი, როცა ეკითხებიან რომ თქვენ პარტიის გენერალ ხაზს თუ იზიარებთ და მას მიყვებითო და ეს პასუხობს რომ ხანყალებ პარტიის გენერალ ხაზთან ერთად. იმიტომ სულ უნდა მიყოლოდი გზაში, იმიტომ რომ პარტიის გენერალ ხაზი მარადიულად იცვლებოდა ერთი დღიდან მეორეზე, შეიძლება სრულიად სხვა რამე ეთქვათ, ასე რომ არ იყო ეს ადვილი. და ლაშა რა არის ესეთი სურვილები, რაც ვერ შეასრულა, ისე გაკეთება შეიძლება დამოდა და აი ამ სტრუქტურამ არ მიცა საშუალება, რომ რაღა დარჩა ისეთი, რაც არ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ხა მაგალითად სურვილები ბევრი ქონდა, ისე როგორც საერთოდ კომუნისტებს უნდათ საერთოდ ახალი ადამიანის ჩამოყალიბება და დიდათ ეს ვერ შეძლეს მაინც. მიუხედავად იმისა, რომ გაზარდეს ესეთი კონფორმისტი, უხმო ადამიანი, რომელიც დღემდე არსებობს და ხშირად როდესაც ვამბობ ხოლმე რომ საბჭოთა კავშირის შესწავლა სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავიგოთ, რატომ არის დღეს გაჩვენებული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რისი ეშინია, ხო აღარ არის ასეთი საშიში სისტემა, ხო? აი ესეთი ადამიანი ჩამოაყალიბეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ეს იდეალი საბჭოთა ადამიანისა ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ აი უფრო კონკრეტულზე რო გადავიდეთ, ომის შემდგომ მას უნდოდა, აი წარმოედგინეთ რა ქვია, დაამყარა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი დიქტატურა. ხო, და ყველა ეს სოციალისტური ქვეყნები, იუგოსლავია პატარა გამონაკლისი იყო ისეთივე სოციალისტური ტიპის ქვეყანა, როგორც საბჭოთა კავშირია და იქაც სტალინის დროს დაიწყეს ტერორი და ასე შემდეგ, ხო? იქით ამ მხარეზე თქვა ფინეთს ჩამოართვა ტერიტორიები და გაწია ცოტა უფრო შორს, თუნდაც იგივე ლენინგრადიდან, მაგრამ უნდოდა ძველი რუსული ოცნების განხორციელება, ბოსფორსა და დარდანელებზე დაემყარებინა რუსული საბჭოთა ხელისუფლება და გარდა ამისა უნდოდა საქართველოს და სომხეთის ისტორიული ტერიტორიების შემოერთება. მაგრამ ვერ განახორციელა. აი მაგალითისათვის კონკრეტული მაგალითი. ეხლა კიდე რამდენი სურვილი ჰქონდა, რთული სათქმელია, იმიტომ რომ და რა ვერ განახორციელა, იმიტომ რომ ესე აშკარად არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით ესე კარგად შიდა სამზარეულო, თორე ეხლა სინამდვილეში ძალიან უნდა ალბათ სოფლიო ბატონობაც, მაგრამ ამის შესაძლებლობა მას არ იეცა, მიუხედავად იმისა, რომ აგერ მართლაც აქეთკენ დიდი ნაბიჯი გადაიდო არ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ თუნდაც ჩინეთის გაკომუნისტურებით, მაგრამ ჩინეთიც ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ისიც გრძნობდა, რომ ჩინეთს ისეთივე გავლენას ჩინეთზე ვერ მოახდენს, როგორც შეუძლია ჩეხეთზე, აღმოსავლეთ გერმანიაზე, პოლონეთზე, თურქმენეთი ისაც ნაწილი იყო საბჭოთა კავშირისა, ხო? კი, აი ეს რა ქვია, სოფლიო ბატონობა ალბათ ძალიან უნდა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა. ეგ არის ალბათ ძალიან საინტერესო, რომ რაღაცეები მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დოკუმენტია მათ შორის ისეთი, ვინ როდის შედიოდა რომელ საათზე და ასე შემდეგ, და ნუ არ არის ხა ძალიან ძველი ამბავი, ხო, რაღაც ჩვენ წელთაღრიც ხვავდა მე-3 საუკუნეზე არ ვლაპარაკობთ, ალბათ არის რაღაცეები, რაც სიცოცხლეშივე გააქრო, ხო, მის შესახებ ამბები, რომ არ ყოფილიყო, ანუ მისთვის დელიკატური ამბები წაეშალა. აი ეგრეებია, რაც თუ წაშალა საიდან ვიცით, მაგრამ აი რაც არ უნდოდა რომ ყოფილიყო მისი პერსონის, მისი ისტორიის ნაწილი. მაგალითად, როდესაც ბერიამ აქ შეთხსა ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორია, მან აჩვენა დანარჩენ საბჭოთა კავშირსაც როგორ უნდა მოხდეს ისტორიის გაყალბება. ეს როდის იყო? 34-ში ეს დიდი მოხსენება და სხვებს დააწერნა, მე მიითვისა რომ მისია და პამეთი აჩვენა აი გაყალბების რა დონე არის საჭირო. როდესაც გამოაცხადა რომ სტალინი იყო აი ფაქტორი ბავშვობიდან ბელადი. და აი მე ეს ნახატები იხატებოდა გორში კითხულობს რაღაც წიგს და ბავშვები გარშემო სხედან და ასე შემდეგ და ყოველთვის ლიდერია, ყოველთვის ბელადია. თუმცა დოკუმენტები აჩვენებს რომ სულაც არა, იცი რა არის, აი ამის სურვილი როგორც ჩანს არის. აი ისე როგორც მაგალითად არსებობს ფოტოები ადოლფ ჰიტლერის სკოლის დროინდელი, არსებობს რა ქვია სტალინის დროინდელი და ჩვენ ხედავთ ყოველთვის ზემოთ დგასა და ეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ანუ ამისაკენ მიდრეკილება არის.
ბავშვობაშიც, მაგრამ რამდენად განახორციელეს მეორე საკითხია და მე ქართველი კომუნისტების დიდი ნაწილი ხა სხვაგანაც ანადგურებდა ზოგ კომუნისტებს, მაგრამ საქართველოს კომუნისტების დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ განადგურდა კიდევ რომ მათ იცოდნენ რომ სტალინი აქ სანამ იყო არაფერ დიდს არ წარმოადგენდა და აი ესეთი მოწმეები აღარ იყვნენ საჭირო რომლებსაც შეეძლო თქვა კარგით რა ვერავინ არ გაბედავდა უკვე 34-დან 35 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც ზედმეტი მოწმეების ყოლა არ იყო საჭირო. ანუ მან ძალიან შეცვალა. ისიც როგორც მაგალითად სრულიად გაურკვეველია დღემდე, უამრავი სხვადასხვა აზრი არსებობს იმას დაკავშირებით ადამიანმა, რომელიც უკვე საბჭოთა კავშირის ბერად იყო, მას შემდეგ რაც გენერალური მდივანი გახდა არა მანამდე, მან შეცვალა თავისი დაბადების თარიღი. არა მხოლოდ წელი, არამედ დღეც და გადაიტანა ვთქვათ აქაც ეზოთერიული მომენტია ჩემის აზრით მზის ესა დღე და ღამე რო ერთი და იგივე უნიობის დღეს გადაიტანა მაგალითისათვის ხო ანუ არ ვიცი შეიძლება ასტროლოგებმა ურჩიეს ხო აი რატომ აი ამ ეზოთერიკთან ჭხიბაობით გადაცება იყო მისი ნაწილი რაღაცა დიდად მეკონა არა არცად არ ჩანს მაგრამ აი მაგალითად აი ეს რა ქვია დღე რატომ გადაიტანა წელი შეიძლება რომ გინდა რომ ერთი წლით გაიახალგაზრდაო თავი მიუხედავად იმისა არ ჯარში მიყავდათ არც არ ვიცი სხვა პრობლემა არ ქონდა მაგრამ კაი გასაგებია მაგრამ არა 78-ში დაბადებული გორში ჩანაწერია რომ 78-ში დაბადებული შეიძლება გვიან ჩაეწერა მაგრამ ადრე ხო ვერაფრით ვერ ჩაწერდნენ ხო და აი მაგალითად აი ესეთ რაღაცა გაყალბებებს აკეთებს და ახლა წაშალაზე რო ვთქვათ უფრო არის ეს განდიდების ამბავი რომ აი სხვანაირად შეწესა ხო რომ აი მაგალითად 1900 პირველ წელს თბილისში გამოსვლებს ხელმძღვანელობს მე ბათუმში ხელმძღვანელ ანუ სუმუდმივად არის ხელმძღვანელ ადგილას და აი შეითხზა მისი განსაკუთრებით ახალგაზრდობის პერიოდზე რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, კავკასიასთან არის დაკავშირებული ამ პერიოდში მისი ბელადობის ისტორია. ხო და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, აი თუნდაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა დღემდე აი ეს თარიღის გამოცვლის საკითხი რა, რატომ მოცვლის თარიღს და საინტერესოა, ხო. და ეს დედასთან გაწყვეტილი კონტაქტი? არ არის გაწყვეტილი კონტაქტი, ყოველთვის უნდა, მაგრამ აი ესეთი ადამიანია, რა ქვია, რომ მას ბევრი სხვა საქმე აქვს და თulis რომ არ არის საჭირო ესეთ მეტი სენტიმენტები, ხო. სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ აი მაგალითად პირველ ცოლთან დაკავშირებით ხო ამბობენ, რომ განსაკუთრებულად ახლოს იყოს, მაგრამ მეორე ცოლის საერთო თვითმკვლელობა მისთვის არის როგორც ღალატი. ხო, რომ აი იმ დროს უღალატეს და სხვათა შორის აი ამ კუნცევოს დაჩაზე ამის შემდეგ იწყებს ხოლმე ძალიან ხშირად მანამდე კრემლში იყო უფრო ძირითადად საცხოვრებელი მისი და იქ მერე გადადის ისე იგი ცოტათი შორდება მერეც მიმდინარეობს იქ თქოს ახლობლებს შორის ხოლმე რაღაცა кейფები და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან იცვლება აი ამ ალილუევას გარდაცვალების შემდეგ სტალინი და აი ეს რაღაცა გარკვეული სენტიმენტები რასაკვირველი ქონდა, მაგრამ მერე და მერე ჩანს რომ ეს სენტიმენტები კანი გასქელდა. ხო. კანი გასქელდა ისე როგორც აი ხა მაგალითად ერთ-ერთი უახლოესი იყო ალიოშა სვანიძე, იგივე ალექსანდრე სვანიძე, მისი პირველი ცოლის ძმა, რომელიც ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია სტალინის და მე თვითონ იჭერს ამ სვანიძეს და გადაასახლებს ციმბირში. მეგოი მაგის ჩანაწერებიც არის შემორჩენილი. ალექსანდრე სვანიძის არა, ალექსანდრე სვანიძის ცოლის ჩანაწერებია და აი ცოლის ჩანაწერები არის ამ თვალსაზრისით მართლა გულის შემძვრელი, რამდენად შეიძლება ადამიანს სწამდეს, რასაც მას ეუბნებიან. აი სადღაც მაგალითად არიან ადამიანები ერთად და თulis რომ ეს ადამიანები არიან გულანთებული კომუნისტები, მე ამ ადამიანებს იჭერენ და ეს ხალი წერს რომ როგორ ვერ მივხვდით რომ ეს იყო ხალხის მტერი, როგორ ვერ მივხვდით რომ იყო აგენტი. ანუ ყველაფრის ჭერა. იმ მომენტამდე სანამ მას თვითონ დაიჭერენ. ხო, აი თავისთავში აღარ ეპარება ეჭვი რომ იქნება ესე. არა, იმაში არ ჩანს. შეიძლება როცა დაიჭერეს, მე თავისთავში ეპარა ეჭვი, მაგრამ ან საერთოდ ყველაფერშიაც მანამდე გაიგო და რის რწმენას ჰქონდა,
მაგრამ ეს საოცრება მართლა რა. და ეს ალიოშა შვანიძე მართლა ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც ამბობს ასევე ლეგენდა, რომ შეუთვალეს ომის დროს გაახსენდა სტალინს, რომ სადღაც სიბირშია ეს კაცი. და თუ ბოდიში მოიხდის გამოუშვებ, თუ რაზეც შვანიძე მოპასუხა ბოდიში მაგას აქ მოსახდები, ამის შემდეგ დახვდება. ასეთი ადამიანი ძალიან ცოტა, ამიტომ ამბობ, რა ქვია, რომელსაც ღირსება კომუნისტი იყო ყველაფერი, რა ქვია, მაგრამ არ იყო არაფერი დიდ ბოროტებებში. შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ ეხლა დასაწყისში, მოდესაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოსი. დალაშა, ეს ჩვენი იოსებ ბესარიანის ჯუღელი, დიდი ჯუღაშვილი, დიდი დიდი დიქტატორებიდან, ტირანებიდან, სისხლის მსმელებიდან, ვის გავს, ვის შეიძლება გავდეს, თუ ყველას გავს ცოტ-ცოტათი. აი ხა მაგალითად უცილობ ხო რაღაცა გარკვეული პარალელები დაინახო. მე მაგალითად ალენ ბალოქს აქვს წინ დაწერილი პარალელი ბიოგრაფიები ჰიტლერის და სტალინის და ცდილობს რომ რაღაცები იპოვოს მსგავსებები და მე ვიტყოდი რომ ცოტა არის სხვადასხვა კულტურის და სხვადასხვა განსხვავებული იმიტომ რომ ეხა ეპოქა ერთია გარკვეული გულაგი საკონცენტრაციო ბანაკი რაღაცები არის ბევრი ამია და მე დარწმუნებული ვარ რომ ჰიტლერისათვის ბევრი რაღაცისათვის მისაბაძი იყო სტანი და არაპირიქით თქვათ, ხო? მე ისიც რომ გაუგეს მშვენიერად 39-ში ერთმანეთს, ასევე ლეგენდა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ორივენი ხო კინოს მოყვარულები იყვნენ ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ძალიან განსხვავდებოდა, რომ აი სტალინი და სხვა ცოცხალ ბელადებზე შეიძლებოდა ფილმში მსახიობის ეთამაში. ასეთი რამ გერმანიაში არასოდეს არ მოხდა, არც ერთი ფილმი არ არსებობს ნაცისტური, სადაც ჰიტლერი რაღაც როლს თამაშობს რა. დოკუმენტური იცოცხლე, მაგრამ არა მხატვრული. ორივეს კინო უყვარს. კინოს სიყვარული არის მასობრივი პროპაგანდის საშუალება, როგორც დღეს შეიძლება რა ქვია ვიღაც ბელადებს TikTok-ი მოსწონდეთ იმისათვის, რომ რა ქვია ფართო მასებამდე მიაღწიონ, ხო? ან სხვა სოციალური მედია. და როგორ იყენებენ სოციალურ მედიას, ხო? მაშინდელი ეს მთავარი მედიუმი ეგ არის. თეატრს ნახავს 100 კაცი და კინოს ნახავს მილიონები. და გადატანად შეიძლება ერთ-ეგივე დროს ჩვენება და ასე შემდეგ. არც ერთი გაზეთიც, იმიტომ გაზეთის იმას ჭირდება რომ წაიკითხოს ვიღაცამ. ჯერ მარტო წერა კითხვა, დაჟდა და უნდა წაიკითხო. იქ კიდე გაჩვენებენ. ხო? და მაგალითად ლეგენდა არსებობს, რომ თითქოს ესეც ლეგენდა ისე ხას უსვა, რომ ჰიტლერმა ნახა 1927 წლის დოკუმენტური საბჭოთა ფილმი, სადაც სტალინი ჩანს მავზოლეუმზე, როგორ აი ძალიან ცნობილი სცენა როა ესეთიც რო უშორს თითქოს და ვიღაცა მუშა იცნო იქ და ესე რომ გაუღიმებს. და თქვა რომ რას მეუბნებით ეს ამ კაცთან დალაპარაკება შეიძლება. და მე იწყება ეს რაღაცა გარკვეული მოლაპარაკებები, რომელსაც მივყევართ 39 წლის ხელშეკრულებასთან, როცა მოლოტოვ-რიბენტროპის ან იგივე სტალინ ჰიტლერის დასავლეთში ასე უფრო მიღებული უწოდებენ, სადაც მათ აღმოსავლეთ ევროპა გაიყვეს და აი უვიცებისათვის მინდა ვთქვა, რომ აი მაშინ დაიბრუნა საბჭოთა კავშირი მაგალითად მოლდოვა. და მანამდე რუმინეთის ნაწილი იყო, ხო? ამბობენ რომ ეხლა სუვერენიტეტს აკარგვინებს პირსისხლიანი სანდო. ხო, არა, ევროკავშირი სანდო გათახსირებული. ან ბალტიის ქვეყნების ისტორია, იგივე პოლონეთის შუაზე გაყოფა მე რამდენჯერ ისტორიაში და ასე შემდეგ, ხო? ფინეთთან ომი და ასე შემდეგ. ხო, არის რაღაცა ყოველთვის ამ დიქტატორებს შორისაც, აი თქვა ხატრობისადმი დამოკიდებული ერთხელ ექსე წავიკითხე ამაზე, აი მაგალითად მუსოლინის უფრო სხვანაირი ადამიანია, ეხლა სხვათა შორის ამასობაში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ მისი შედარებაც კი არ შეიძლება თქვა ჰიტლერთან და სტალინთან, ხო? ეგ ხელოვნების თვალსაზრისით უფრო თავისუფალი იყო ხელოვნება თქვა იტალიაში და გერმანიაშიაც აი ეს რეალიზმისადმი სიყვარული, სადაც გერმანიაში თქვა ყოველგვარ ასეთ ხელოვნებებს რაც მანამდე იყო გერმანიაში ენტარტეტეკუნს ანუ დეგენერირებულ ალბათ ესე ჯობია თარგმნოთ ხოლმე ხელოვნებას უწოდებენ იგივე დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის რაღაცა გარკვეული ტიპის რეალიზმის სიყვარული ძალიან ნაიურისაც მე ვიტყოდი აი მაგალითად საბჭოთა სურათები რო არის ტრაქტორი იმაში რა ქვია კოლმეურნეობაში ტრაქტორი არის ბოდიში რა ქვია ტანკი კოლმეურნები ესალმებიან და რა შუაში ტანკის კოლმეურნები ესალმებიან და ასე შემდეგ ტრაქტორი ჯობდა ხო მაგრამ ტრაქტორს დამშვენებელი კავშირია მუხლუ ხო მოიგონეს ტანკისათვის ხო არის რაღაცა პარალელები
იგივე ვთქვათ, ეხლა შეგვიძლია რაღაცა გარკვეული ტიპის პარალელი დავინახო მაო ძედუნთანაც, მაგრამ სრულიად სხვა კულტურული გარემოა და სხვანაირად მოხდა. ასე რომ მე საერთოდ ამ პარალელების დიდი მოყვარული არ ვარ. ისტორიაში პარალელების გაკეთება ძალიან რთულია ხოლმე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ყურით მივათრიოთ და მანიპულაციური შთაბეჭდილება სწავებს. და ეხლა რა ქვია, რანაირად შეგვიძლია ეხლა სტალინს შევადავროთ, თუნდაც პუტინი. მასშტაბი ძალიან განსხვავებულია, ხო? ეს არის აი პატარა კაცს რომ უნდა რომ იყოს რაღაცა. ასე რომ ვერ შევადარებთ. და არ მიმაჩნია საჭიროდ რომ ესეთი პარალელები გაივლოს ხოლმე. ხო, ეგ საინტერესოა, იმიტომ რომ მე მგონი აი პუტინს აქ ეგუნება, რომ სხვებმა შეადარონ მას. ანუ მისი იდეალი ალბათ არის, ხო? ნამდვილად ასე ჩანს და უნდა რომ ისეთივე ძალაუფლება ისე როგორც პუტინი შეიძლება იყოს ვიღაცა სხვისთვის იდეალი და ასე. ერთს დავამატებ კიდე რომ აი მაგალითად თუნდაც იგივე ნაცისტური გერმანია რო ვიღოთ, იმის გამო რომ იქ არ შეცვალეს ეკონომიური მოდელი და მაინც კაპიტალიზმი დარჩა, ეს გარკვეულ თავისუფლებას იძლეოდა ქვეყნის შიგნით, აი თუნდაც იგივე ერთწოდებული შინაგანი ემიგრაცია რო არსებობდა გერმანიაში, რომ ანუ ადამიანს შეეძლო თეორიულად მაინც გადარჩენილიყო. ისე ვიმეორებ, არ გულისხმობ რა ქვია რასისტული იდეოლოგიის მსხვერპლ ადამიანებს, ამდა გერმანიის. შეეძლო სულ ბოლოს და ბოლოს სოფელში წასულიყო და ყანა მოეთოხნა და ამით თუ ქონდა და ამითი იმდენი საკვები ეშოვა რომ გადარჩენილიყო. საბჭოთა კავშირში არ იყო არანაირი საშუალება, ეს იყო ტოტალური კონტროლი ყველაფრის, იმიტომ რომ როდესაც აი ეს ეკონომიურად შეგიძლია აკონტროლო ყველაფერი, მაშინ შეგიძლია ყველაფერი აკონტროლო. ამიტომაც ძირეული განსხვავებები არსებობს. დალაშა, ვისაც ჯერ კიდევ უყვარს სტალინი, სულით და გულით, წრფელი გრძნობებით, რა ყვებავს ამ სიყვარულს? საქართველოში ყვებავს ქართველობა მისი და ამითი რაღაცა გარკვეული ტიპის, მე ვიტყოდი უაღრესად პრიმიტიული პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი და მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომელსაც მოსწონთ დიქტატურა. ადამიანები, რომელსაც მოსწონთ ძალადობა. ძალადობა, რომელიც მათ გონიათ, რომ მათ არ შეეხებათ, საბჭოთა კავშირზე უამრავ ადამიანს ასე ეგონათ, მათ არ შეეხებათ პირველ რიგში. ვიღაცა ურჯულოებს და უწესოებს და აკარგია რომ აი ხედავთ, რა ქვია, იმათ ანადგურებენ. სამწუხაროდ ესეთი ადამიანები იყვნენ და ალბათ მომავალშიც იქნებიან და რომლებიც ფიქრობენ რომ ეს დიქტატურა გარკვეულწილად აადვილებს ცხოვრებას, იმიტომ რომ არ გაქვს შენ არანაირი პასუხისგებლობა, შენ არ უნდა აიღო რაღაც პასუხისგებლობა, შენ არ უნდა გააკეთო არჩევანი და ამიტომაც რა ქვია გარკვეული ტიპის აზროვნების ადამიანებისათვის ძალიან მისაღებია, ანუ ძლიერი ადამიანისადმი სიმპათია არის არაფერი ამაში ესეთი განსაკუთრებული გასაოცარი არ არის და რასაკვირველია ჩვენ ვართ მემკვიდრეები აი ამ საბჭოთა წარსულისა, ის უზარმაზარი პროპაგანდა რომელიც მიდიოდა, რომელიც ახლა კიდევ რუსეთიდან ისევ ძალას იკრებს და არ დაგავიცეთ რომ რუსეთი ცდილობს სწორედ ისევ ორი დიდი ჯაჭვით გვაბავს რუსეთი. ეს არის მართლმადიდებლობა და სტალინი, ხო? ერთ-ერთი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯაჭვი არის სტალინი, რომელთაც უნდათ რომ ხო კარგად იყავით. ხო ყველანი ერთად ვიყავით ზმურად და თქვენი კაცი იყო ჩვენი უფროსი და ჩვენის კაცი მიყვარს. და აი ამ უპრიმიტიულ დონეზე არიან ადამიანები, რომლებიც აი ამას იზიარებენ. რა ვქნათ, ეს არის ის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობის წინააღმდეგ აი ასეთი საუბრებით უნდა შევეცადოთ ხოლმე, რომ ცოტათი იქნებ ვიღაცის ჩაბეტონებულ ტვინში რაღაცა შეიქმნას. არ ცოდნის ამბავია ეგ რა? აი მეტი რომ შეიძლება, იმიტომ მეორეა რამდენად უნდათ ესეთი საუბრის მოსმენა და უკვე ფართოდ დანახვა ამ ადამიანის. არ მიღება არის, აი ეხლა რა ვქია, დარწმუნებული იყავით, რომ ვიღაცისათვის სრულიად მიუღებელია, რაზეც ვსაუბრობთ დღეს, ხო? აბსოლუტურად მიუღებელია და არ აინტერესებს ისე როგორც ახლა დღემდე, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სტალინმა არ იცოდა რა ტერორი იყო საბჭოთა კავშირში, ხო სიგიჟის ზღვარზე, იმიტომ რომ გვაქვს მის მიერ ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული სტალინური სიები, რომელზეც აწერია პირდაპირ სტალინის მიერ, რომ დაიხვრიტოს, ან 20 წლით ციმბირში გაიგზავნოს, უფრო დაბალზე ის არ ფუჭდებოდა. ადამიანები, აი მგულავში მოხდა და ათასობით და ყველაფერი გვაქვს, მაგრამ
ამ ადამიანებს ეს არ სჯერათ. ისე როგორც აი მაგალითად იგივე თან ეხლა ჩვენ ისეთ ეპოქაში ვიმყოფებით, აი გარდატეხვაში ეპოქების ვიმყოფებით, ამაზე მართლა ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ, ბევრად უფრო ადრე ვიდრე ეს გარდატეხვა დაიწყებოდა, ხო? რომ აი გარდატეხის ეპოქა იწყება. და ეხლა ვიმყოფებით შუაგულში ამ გარდატეხის ეპოქისა. სადაც ადამიანებმა შეთქმულების თეორიებს ბევრად უფრო ადრე იჯერებენ. აი ჯერ კიდევ ძალიან საინტერესოა რომ აი ეს ადამიანები რომლებიც თქვათ პანდემიის დროს რომლებიც ამბობდნენ რომ რა ქვია ეს აცრები არის რაღაცა საშინელებად ეს მთელი ანტივაქსერები აი ეს ანტივაქსერები არიან ამ შეთქმულების თეორიების შემდგომშიც გაგრძელებით დიდი მოყვარულები და რასაკვირველია ხა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ შეთქმულება ამხანაგი სტალინის წინააღმდეგ ის რომ აი ესეთ რაღაცებში იღებდა მონაწილეობა და არა და ეს რუსული ამბავია რომ მეფე შორს არის და მან არ იცის და ამისათვის უნდა ჩაიცვალ შენ რა ქვია რკინის ქალამნები და ჩახვიდე მასთან და მას სიმართლე მოუღვა. კი, იმიტომ რომ ქართველი მეფე ინიც წვერს იღებდა და ხალხში დადიოდა ეგეთი ლეგენდა გვაქვს ხო მაგის საპირწოდეთ რომ არ ვიცი ეგეც რამდენად იღებდა მაგრამ ჩვენი ისტორიის წიგნები ეგეთ მეფეებსაც იცნობდა. წესი იყო იმ დროს. ხო და ამიტომაც რა ქვია არც ჯერათ არც უნდა დაიჯერონ იმიტომ რომ აი ის არის გარკვეულწილად რაღაცა იდეალი ზეკაცის და ამ ზეკაცისადმი ტოლვა არსებობს და ახლა ვერ ვიტყვით რომ რაც არ უნდა თქვათ რომ ეს ძალიან ცუდია არ არის კარგი და ასე შემდეგ ეს არანაირად არ მოქმედებს ისე როგორც დღესაც ადამიანები ხედავენ რომ ვიღაცას ქუჩაში ურტყავენ ფეხს თავში ან ვიღაცა შეიძლება კისერი მოუგრიხონ ან ადამიანების ხედან სრულიად გაურკვეველი ბრალდებებით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ციხეში. აგერ თქვენთან რო შემოდიოდი მზიამაღლობები ნახე ხა რაც არ უნდა ზღაპარი მოყნენ რომ სადღაც დასავლეთში ეგეთი რამე არის ერთ ადამიანს ვერ დამესახელებენ ადამიანზე წელიწადზე მეტია ციხეში მაგრამ მათ სჯერათ და უნდათ რომ დაიჯერონ რომ ეს არის ნორმალურობა, რაც არ იყო სულად 2-3 წლის წინ ნორმალურობა, ეს არის ნორმალურობა, ასე დაიჯერეს მაშინაც რა ქვია საბჭოთა დროსაც. საბჭოთა დროსაც ერთვენიერ დღეს აი ეს ადამიანები ხრებოდნენ, რომელსაც შენ უწოდოდი ბელას. აგერ ძალიან ბევრი ამე გავს. ეხლა კი მართლა შეგვიძლია პარალელურად. აგერ ღარიბაშვილი იყო განსახიერება ერთგულების მონობისაც თუ გნებავთ და აი თუ წარმოგვიდგენ როგორი უნდა გამოიყურებოდეს ქოცი არის ღარიბაშვილი და დაიჭირეს. ეს იმ ლოგიკის გაგრძელება რომ შიში უნდა იყოს გაურკვევლობით. ხო, მაგრამ ეხლა აქვე მასშტაბს ხო გააჩნია იქ ტოტალური შიშია, იქ სრულიად სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ხო? აი პატარა იმაში ესეც მოქმედებს, ადამიანებმა წაშალეს, მე როგორც შლიდნენ სტალინის დროს ფოტოებზე თუ იყვნენ ღარიბაშვილთან ერთად ეხლა მაშინ რიჟვაზით დაიწყო ეს, რიჟვაზით დაიწყო, მაგრამ ღარიბაშვილი მაინც სხვა დონეზე ვსაუბრობ, ხო? და მაშინაც ეხლა რამდენს ჰქონდა წარმოედგინეთ სურათი ქართველი კომუნისტები ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ მაღალი დონის რუს კომუნისტებთან ეს არ თუმცა ლავრენტი ბერიან სერგო ორჯონიკიძე ან აბელენუქიძე კი არა ამ სხვებიც და წარმოედგინეთ ახლა ტროცკისთან სურათები და ზინოვებთან კამენევთან ყველაფერი განადგურებულია ისე როგორც Facebook-იდან არის განადგურებული დღეს სურათები რიჟვაძე იქნება თუ ღარიბაშვილი ანუ ჯიშობრივად ადამიანი როგორც მაშინ ფიქრობდა ეს ადამიანები ასევე ფიქრობენ და ეს არ არის განსაკუთრებული და სწორედ ეს 70 წელი საბჭოთა კავშირი იყო ჩვენთან ეხლა მაგალითად სადღაც საფრანგეთში ამებს გავსი რომ მოხდეს მაშინ უნდა გავიკვიროთ და ვთქვათ ვაუ ხო აქ საბჭოთა კავშირის შთაომავალ ქვეყანაში სადაც არასდროს არ დავძლიეთ ესე ვთქვათ საბჭოთა წარსული ამაში ყველაფერი გასაკვირი არ არის ეგეთი სტატია ვნახე თქვენი ავტორობით ქართველი ხალხის საამაყოშვილი ჯერ კიდევ ჩვენთანაა ბიოლის წლების წინანდელ გამოცემაში სტალინის კარნეგის მიერ გაკეთებული ამბავია ეს უნდა ითქვას ახლა ალბათ ამისათვისაც შეიძლება ადამიანი დაიჭირონ პირსისხლიან ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამო რომელთან თვითონაც ჩვენ თანამშრომლობდნენ ის ამხანაგები რომლებიც ახლა ამბობენ რომ ეს ცუდი ყოფილა ხო
ხო და ეს მხატვრული სათაურია, რომ ქართველი ხალხის საამაყოშვილი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, თუ აი ყოველდღიურობაში ფიქრობთ ხოლმე, რომ აი ეს ყველაფერი იმ საბჭოთა ტოტალიტარული მემკვიდრეობის შედეგია, თუ ყველაფერი არა რაღაცა ცალკეული ფრაგმენტები, მაინც აი რაც თუნდაც რაც ახლა ახსენეთ, შიში ტოტალური ის, რომ ვიღაცა სხვას დასჭიან და მე გადავრჩები ესეთი ფიქრები. იმიტომ რომ ეს მგონია რომ მაინც მნიშვნელოვანია რომ სად ვეხებით თანამედროვე რუსეთს თუ კი რუსულ გავლენებზე ვლაპარაკობთ და მზარდა გავლენებზე და სად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნარჩენების გამკლავების პროცესია. ეს რუსეთი აცოცხლებს ამ ნარჩენებს, იმიტომ რომ მას ეს სჭირდება. იმისათვის რომ თავიდან იმპერია სადაც არის და კიდევ უფრო ძლიერი იმპერია რო შექმნასაც ისინი ვერ შექმნიან დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ როგორც კი ეს ომი რაიმენაირად დამთავრდება, დაიწყება რუსეთის დაქცევა ნელ-ნელა. ეს მე თუ კაცი მკითხავს, ეს ომიც წამოიწყო პუტინმა ასაკურველი, იმიტომ რომ იმპერია გაეზარდა, მაგრამ ეს არის აი იმპერია რო ვერ მოკვდა თავის დროზე და აი რაღაცნაირად აი ახლა მოვიდა დრო სიკვდილისა და ვერ კვდება და ეხლა უნდა რომ მოკვდეს. აუცილებლად პუტინის საქმე უცბად ეს ცხადია, როგორათაც უნდა დამთავრდეს ომი, აი ისე რომ დამთავრდეს, რომ ერთი შეხედვით რუსეთის სრულიად დამარცხებული არ ჩანდეს. მაშინაც კი აუცილებლად დიდი რყევებია მოსალოდნელი რუსეთში, ამიტომ ვისაც რუსეთის იმედი აქვს, მოექნება რუსეთის იმედი, აგერ ჩემი სპარსელი აიათოლებიც იმედოვნებდნენ დაგვიდასტურებენ ამას. ხო და არაფერი ვარ თქვა სირიელ ამხანაგებზე, არაფერი ვარ თქვა ვენესუელა ამხანაგებზე და ასე შემდეგ. ეს როცა ჯერ კიდევ ძლიერია და მერე დაიწყება სერიოზული რყევები. და ამას რასაკვირველი ამ საბჭოთა ბმას, ამ ძაფებს ცდილობს რუსეთი რომ გამოიყენოს და გარკვეულ ნაწილში საზოგადოების ამას რასაკვირველი გავლენა. მეტად და მეტად. მაგრამ ხშირად ასევე მეკითხებოდნენ ხოლმე, რომ აი რატომ ლაპარაკობ ამდენ საბჭოთა კავშირზე და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და ხო ახალი თაობა მოვიდა და მათ არაფერი არ იციან. არაფერი არ იციან, მაგრამ აი ეს გარკვეული მექანიზმები, აზროვნების, ის რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს ყოველგვარი სამართლიანობის გაგება მოისპო, ის რომ სასამართლო არ არსებობდა და ამას აბსოლუტურად ჩვეულებრივად აღიქვამს პოსტსაბჭოთა ქართველი ადამიანი, რომ სასამართლო არ აქვს საქართველოს ქვეყანაში. ეს არ არის სასამართლო, ხო? ვერავინ არ მოახერხა სასამართლოს შექმნა საქართველოში, ამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ესა. და რომ არ აქვს ეს სასამართლო, ეს ჩვეულებრივად აღიქვამს, იმიტომ არასდროს ამ ადამიანებს სასამართლო არ უნახავს ასნიშნად, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი სასამართლო, უცებ საჭიროა ეს, თორე ეხლა რაღაცა იმაში შეიძლება მეორე ხარისხოვანში ერთი შეხედვით დასაკვირველი რაღაცა სამართლიანი გადაწყვეტილებაც მიიღოს სასამართლომ, მაგრამ როგორც კი ზემოდან რაღაცა ბრძანება მოდის, მას ემორჩილებიან. და აი ეს არის ტრაგედია. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ახალი თაობები მოვიდნენ, რომელსაც არ დაბადებულან, საერთოდ არ შეხებია საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებშიაც ძალიან ხშირად სამწუხაროდ, როგორ აზროვნებენ ისინი სწორედ ისე, როგორც მათი წინაპრები აზროვნებდნენ. ამიტომაც ამისი გადამუშავება, გადახარშვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორე ხა მე პირადად არც გულაგში მждар ვარ, არც ჩემი მშობლები ისხდნენ გულაგში და არც არავინ დიდად ახალ ნაცევრი, მაგალითად არ დავხვდეთ ბევრისგან განსხვავებით. ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, ხო? და საბჭოთა პერიოდშიც, როცა პატარა ვიყავი, მშვენიერი ბავშვობა მქონდა. რაღაცები შეიძლება გავიხსენო ისეთი, მაგრამ ხალხი რა ქვია, ხრეტდნენ და ოჯახმა 20 წელი არ იცოდა, რომ ადამიანი მოკლეს და ხა შედარება, ხო? და უსინდისობა იქნება რაღაცა მოვიგონო, რომ ესეთი მიუხედავად ამისა, ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი. და სტალინი არის აი ამისი ყველაფრის განსახიერება, ამ მძიმე ტვირთისა, რომელსაც დღემდე ჩვენ მივათრებთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უკეთესად იქნას შესწავლილი და აი ეს რაც ვერ მოვახერხეთ თავის დროზე, თუნდაც ლუსტრაცია, ის რომ ამ ლუსტრაციას მაშინაც ვამბობდი, აი
სულ ყოველთვის სწორედ გერმანული გამოცდილებიდან გამომდინარე მომხრე ვიყავი, მე ჩამოვიყვანეთ კიდეც შემდგომში გერმანიის პრეზიდენტი გაუკი აქ, რომელიც იყო აი ამ ლუსტრაციის ხელმძღვანელი გერმანიაში მთელი 90-იანი წლების განმავლობაში, თუ სპეციალური სამმართველო შეიქმნა და ესეც უწოდებდნენ გაუკის სამმართველო. ეს იყო აი ამ შტაზის, ანუ გერმანული KGB-ს, ჩეკას მსგავსი ორგანიზაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად იქან შესწავლილი. და თქვენ ხედავთ, აი მიუხედავად ამდენი ხნის გავლისა, ეხაც რომ მოხდეს ლუსტრაცია, მაინც მნიშვნელოვანია. კი, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვყავს დღემდე ვიღაცა ადამიანები, ვთქვათ, გაიდეალებული ადამიანები, რომლებიც კულტურის სფეროში მოღვაწეობდნენ და რომელზეც მაგალითად ცუცის თქმა ითვლება, რომ არ არის კრეხელობა. თუნდაც მათზე. და ეს არანაირ სოციალური დაპირისპირებას ამ ქვეყანაში არ გამოიწვევს, ისე როგორც სხვაგან არ გამოუწვევი, ეს არის სრული ზღაპარი და ეხლაც ბევრია ცოცხალი, რომელიც ხა მაშინ შეიძლება ახალგაზრდა იყო და მაშინ რომ იყო, დღესაც ეხა წარმოიდგინეთ. ეს ხშირად მithქვამს და მეორდები ახლა ამ ადამიანებსაც ტვირთს მოხსნის, იმიტომ რომ ამას აი თუ კი ვინმე იყო, ვთქვათ, KGB-ს თანამშრომელი, თუნდაც არაფორმალური თანამშრომელი, ამას ის ჯგუფები, რომელსაც ეს იციან, იყენებენ მათზე ზეწოლისათვის, შანტაჟისათვის. რასაკვირველია რუსები, რომლებმაც ეს იციან, ასე რომ ამ ადამიანებსაც გავათავისუფლებდით. და ის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ შინაარსობრივად საერთოდ საბჭოთა კავშირის შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ სტალინის პერიოდზე. მაგრამ სტალინის პერიოდის შემდეგ იყო პერიოდი, რომელშიც მე დავიბადე. მეც კი. ხო, რომელშიც მე დავიბადე და რომელიც იყო ტოტალური ლპობის პერიოდი. აი სწორედ ეს გახრწნა საზოგადოებისა, რომელიც აი ბოლოში ახასიათებდა საბჭოთა საზოგადოებას, განსაკუთრებულად გახრწნილი იყო მანამდეც უკვე, მაგრამ აი აქ საქართველოში იყო განსაკუთრებულად გახრწნილი, კონფორმისტული, კარიერისტული, რაცაც დღესაც ძალიან თვალნათ ვხედავთ. დღეს ამასთან ვიქნები, ხვალ იმასთან ვიქნები, დღეს ასეა საჭირო, ხვალ ისე იქნება საჭირო, აი ეს დამოკიდებულება ცხოვრებისადმი შეიძლება აქ ბევრი ფესვი ვიპოვოთ, ძველიც, ისტორიულიც, მაგრამ აი საბჭოთა კავშირმა ეს აიყვანა ზენიტში. და ამის შესწავლა შინაარსობრივად გაგება ამისი არის ძალიან ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და ამას რო გავიგებთ, აი ეს ბმაც რუსეთთან იქნება უფრო ნაკლები. და სწორედ ამისი შედეგია, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ უკვე თითქმის 2 წელი გადის KGB-ს არქივში, ანუ თუ გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში და ვიმუშაოთ პარტიის არქივში. ეს ორი არქივი არის უნიშნულოვანი არქივი, იმისათვის რასაკვირველია, რომ არქივშია ძალიან ბევრი და საინტერესო მასალა ამ ეპოქაზეც. მაგრამ აი ეს ორი არქივი უნიშნულოვანესი არქივი, იმისათვის რომ ღრმად იქნა შესწავლილი საბჭოთა პერიოდი და სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ ეს დაკეტილია, იმიტომ რომ ამჟამინდელ ძალაუფლებაში მყოფ ჯგუფს ადამიანებსაც არ უნდა ამისი უკეთესად ცოდნა, იმიტომ რომ ისინიც გარკვეულწილად ტექნოლოგიებით გამდიდრებულად იყენებენ იმ ცოდნას, რაც მაშინ დაგროვდა დიქტატორის პირობებში. კი, და გარდა არქივებისა, მაგერ რომ კონტროლირებული ერთი სახელმძღვანელოს შექმნაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს სხვა ლაპარაკის საგანია და ახლა ისე როგორც აი ახლა მაგალითად როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ასაკურველი განსაკუთრებული უყურებ რა ხდება ილიას უნივერსიტეტის თავს, ხო? ეს არის მიზანმიმართული და თავიდან ვამბობდით, რომ ეს არის ილიას უნივერსიტეტის დასანგრევად მიმართული რეფორმა, ეგრეთ წოდებული. და ამიტომაც, რა ქვია, აქ რაღაცა იმასთან საუბარს, რომ მოდი ეს მიმართულება იქნება დაუშვათი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ მიზანი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო სწორედ როგორც თავისუფალი აზროვნების კერის განადგურება სწორედ ილიას უნივერსიტეტი. არც ერთი სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტისა. ილიას უნივერსიტეტი. ამიტომაც რაღაცა საუბრები იმასთან დაკავშირებული იქნება ეს გავაკეთდეს. ეს არის ისეთივე უაზრო დისკუსიაში შესვლა, როგორც მაგალითად იყო ცდელობა
რომ საზოგადოება შესულიყო დისკუსიაში აგენტების კანონთან დაკავშირებით, ხო? რომ იქნებ 9 წელით კი არ მიახენო, თანამედ იქნებ 1 წლით იყოს. აზრს კარგავს სრულიად. იმიტომ რომ სანამ ეს ხელისუფლება ილიას უნივერსიტეტი არ იარსებებს, იმიტომ რომ ეს არის ის თავისუფალი აზროვნების კერა, რომელიც არ უნდა არსებობდეს ავტორიტარულ ქვეყანაში. ხო, დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი წარმატებული ინსტიტუცია. ლაშა ბოლოს სტალინის გარდა არსებობს რომელიმე ტირანი დიქტატორია ვენესუელელი და ირანელი მეგობრები და ამხანაგები ვინაიდან გაიხსენეთ, რომელიც ისეთია საზოგადოებამ არა მხოლოდ ისტორიულმა წრემ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ დიდი გავლენა მოახდინა თქვენთვის არის განსაკუთრებით შთამბეჭდარი. ეს ცოცხლებას ასე ვთქვა არსებული. ხო, აი ბოლო საუკუნეში ან დღეს მყოფები. ხო, ხა ბოლო საუკუნეში ბევრი შეგვიძლია ვთქვა, ხა მაგალითად კამბოჯაშიც ერთ-ერთი იყო რა ვქებთ და 1/13 მოსახლეობის დახოცა, ესეთი რამე კაცობრიობის ისტორიაში არ მოხდა. ჩინეთშიაც ხოცავდნენ, საბჭოთა კავშირშიაც ხოცავდნენ, გერმანელებიც ხოცავდნენ, მაგრამ ასეთი რამ რომ 1/13 საკუთარი მოსახლეობის გაანადგუროს დიქტატურამ რა არგუმენტით რა საფუძვლით მაგალითად იმის გამო რომ სათვალეები ეკეთა და სათვალე ნიშნავდა ინტელიგენციის წარმოადგენს და ინტელიგენცია არ იყო საჭირო მაგალითად კამბოჯაში არა კამბოჯაში ხო კი რასაკვირველია ორივე ეს საუბარი არ იქნებოდა ხო ეხლა უამრავი მაგალითი მოყოლოთ შეიძლება ესეთი ახლა ისტორიულებისა და ასე შემდეგ მაგრამ დღეს მაინც სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ ეხლა ისეთი აი მე თუ კაცი მკითხავს ახლა მიმდინარეობს მართლაც ეპოქების ზღვარზე ვართ როგორი იქნება მომავალი ეპოქა არ ვიცით მიმდინარეობს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ წყობისა და თეორიას შორის დიდი ჯახი და დიდი ბრძოლა შეიძლება ვიღაცათვის უცნაური იყოს რომ მაგალითად დიდად დემოკრატიული ქვეყნები არ იბრძვიან იმაში ახლა ამ წუთას ვთქვათ ირანთან მიმართებაში მაგრამ მაინც ეს არის დიდი ბრძოლის ხაზი აი ხა მე რო უცხოეთში ვარ ხოლმე მინდა ხოლმე რომ აუხსნო რომ ეს საქართველოც არის ამ ბრძოლის ხაზი ჩვენს ფრონტის პირა ქვეყანა ვართ ამ თვალსაზრისით მაგალითად თუ ავიღებთ უნგრეთს უნგრეთშია შეგვიძლია ვთქვათ ეხლა ასე დიქტატურას ვერ დავარქვენ ავტორიტარული რეჟიმი არის იგივე ორბანის ხო ესე რამდენი ხანია ორბანია ხელისუფალი იქ რასაკვირველია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფო და ისეთი ქვეყანა რომელიც ეხლა ჩვენზე ახდენს გავლენას განსაკუთრებით რუსეთია და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად როგორ უარესდება იქ თავისუფლების საკითხი თუ კი რაიმე დარჩა პატარ-პატარა სივრცეებში შედის ეს დიქტატურა და არის აი მართლაც შეგვიძლია ვთქვათ პირსისხლიანი დიქტატურა ხა ის რომ მასობრივად ხალხს არ ხრეტენ ხო არ ნიშნავს იმას რა ქვია აგერ პოლიტიკურ ოპონენტებს ხან ქუჩაში კლავენ და ხან ციხეში ხო ან მაგალითად იჭერენ ადამიანებს რა თავისუფალი აზრის გამოთქვისად ძალიან უახლოვდება საქართველოს უკვე ამას თქვენ გახსოვთ რა რომ გამოდიოდნენ და ცარიელი ფურცელოჯა და ამის გამო შეიძლება ციხეში ვაშუქებდი ამ პროცესს ხო და ასე რომ აი ხშირად ვამბობდი რომ ხა დიდი ფანტაზიის ქონა რა გველის ჩვენ საქართველოში არ არის საჭირო ეგრეთ რუსული მაგალითი გვაქვს წვრილწინ ხო რასაკვირველია ერთ-ერთი აი ხა კიდევ ერთხელ დავწმუნდით თუნდაც წელს იანვარში და თებერვლის დასაწყისში როგორი სისხლიანი დიქტატურა არის ირანში მაგრამ ეს ყველაფერს მაინც ვერ შევადარებთ იმ დიდ ეპოქას ტოტალიტარიზმებისა როცა ნაცისტური გერმანია არსებობდა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ასე შემდეგ კეთილი დიდი მადლობა იმედია ეს დრო მხოლოდ ისტორიებში დარჩება და აღარასოდეს აღარ მობრუნდება ასე ალბათ არ მობრუნდება მაგრამ თუნდაც ის ავტორიტარიზმი რომელიც დღეს გვაქვს ძალიან ბევრ რაღაცაში გვაგონებს ძველ დროს და ის ავტორიტარიზმიც რაც არის არ უნდა დაგვეშვა მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და აი როგორ წარმოგვედგინა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით და როგორც ჩანს აი ეს ბოროტების ფესვები ძალიან ღრმა არის და მაინც გამოჩნდება ხოლმე დრო და დრო კი მადლობა დიდი არაფერს დიდი მადლობა დაბადიჟებისათვის დიდი მადლობა მსმენელებს ვინც მოგესმენთ